საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ორივე ყოფილი პრემიერი, ორივე ერთდროს ბიძინა ივანიშვილის ნდობის მაღალი მანდატით აღჭურვილი და ახლა ორივე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებული. ერთი ბრალს აღიარებს, თუმცა ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია, მეორე კი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა პოლიტიკური ვენდეტაა. ვერ ვიტყვი, რომ გახარიას და ღარიბაშვილს ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ ახლა დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ღარიბაშვილი, რომელიც გახარიას ერთ დროს იშვიათ მოღალატეს და იუდას ეძახდა, ახლა თავად აღმოჩნდა ოცნებისგან გარიყულთა ბანაკში. დღეს გახარია ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ღარიბაშვილი კი ქვეყნის დატოვება მას კანონით აქვს აკრძალული. ღარიბაშვილის ქონება დაყადაღებულია იმ უზრუნველყოფის გამოყენებისთვის, რაც სასამართლომ მას მილიონიანი გირაოს სახით შეუფარდა. გახარიასთან დაკავშირებით კი ყველაფერი ჯერ წინ გვაქვს. არავინ იცის, რამდენად შორს წავა გამოძიება და რა ღონისძიებებს გამოიყენებენ მასთან მიმართებაში. კიდევ რა აქვთ საერთო ოცნების ორ ყოფილ პრემიერს, თვითონ ალბათ უკეთიციან, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ არსენალში ორივეს აქვს რაღაც სათქმელი, რასაც ჯერ საიდუმლოდ ინახავენ. გაიხსნება თუ არა პოლიტიკური შავი ყუთი, როგორც ჩანს, მხოლოდ ორ ყოფილ ბრალდებულ პრემიერზე დამოკიდებული არ არის. შესაძლოა უხილავი ხელის ეფექტი ჯერ კიდევ მუშაობს. ანა ბუჩუკური, გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი გვერდდება. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი, საიდანაც არ უნდა შევხედოთ იმ საქმეს, განსაკუთრებით 20 ივნისის საქმეს, რომელიც ახლა აღძრულია გახარიას წინააღმდეგ. სამართლებრივად შევხედოთ თუ პოლიტიკურად, შეკითხვები მაშინაც არსებობდა, როდესაც გახარია იყო თანამდებობაზე და არსებობს ახლაც. ალბათ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ამ შეკითხვებს ბოლომდე ამომწურავი პასუხი გასცემს, თავად გიორგი გახარია. უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ის დამატებით დეტალებს იტყვის საჯაროდ, რის შესახებაც აქამდე დეტალურად არ უსაუბრია, მოდი ასე ვიტყოდი. მოგესალმებით ემა, დავიწყებ ცოტა უფრო დასაწყისიდან, თქვენ საუბრობდით ღარიბაშვილზეც, მათ შორის ღარიბაშვილის და გახარიას მიმართ დაწყებულ, ასე ვთქვათ, დევნას ერთმანეთს საერთოდ პარალელსაც ვერ გავავლებდი, მე პირადად ვერც დავუკავშირებდი, იმიტომ რომ мотиваცია არის 180 გრადუსით სხვადასხვა. ღარიბაშვილის შემთხვევაში თუ კი მას ივანიშვილი არ პატიობს ფულის საკითხს, გიორგი გახარიას შემთხვევაში ეს არის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა, რომელიც პირადად პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა ღიად და საჯაროდ, ეს ხო არ ყოფილა მხოლოდ კულისებში, ღიად და საჯაროდ დაანონსა 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც მაშინ ივანიშვილმა თქვა, დავაზუსტოთ, გარეწარ გახარიას და მისი პარტიის წევრებს გასამართლება მოუწევთ. ანუ თუ ამ წინადადებას, როგორც ასე ვთქვათ, მტკიცებულებას თქვენ ახლა იშველიებთ, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ მისი პარტიის წევრების მიმართაც იქნება გამოყენებული ანგარიშწორება ამა თუ იმ ფონდით. ელოდებით ამას. ფაქტია, რომ ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა, პოლიტიკური ვენდეტა და ამის არა მხოლოდ ეს ინტერვიუ, ამის მტკიცებულება, მოშველება არც მჭირდება, ფაქტი არის, არამედ ამის შემდეგ გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის წინააღმდეგ კასკადი, რაც განხორციელდა, მათ შორის არავის დაავიწყდეს ფიზიკური თავდასხმა გიორგი გახარიაზე, შერატონ ბათუმში, ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, მეორე ფიზიკური თავდასხმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულზე, საერთაშორისო აეროპორტში, შემდგომ ეს ვითომ კომისიაზე დაბარების პარალელურად ქართული მიწის დაცვის გამო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გასამართლება, მე უფრო მეცაც გეტყვით, ემა, ერთი მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა გახარიას წინააღმდეგ, ასევე ზედაპირზე ჩანს ის, რომ ჩორჩანას საქმეში ოცნება ასრულებს ოკუპანტების ინტერესს. ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას
ჩორჩანა საქმეზე მაქვს საუბარი. ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური პერსონალური ვენდეტა, რა თქმა უნდა ეს არის, მაგრამ ამას ემატება რუსული ინტერესი, ოკუპანტების ინტერესი. ადამიანს ასამართლებენ იმისთვის, რომ ქართული მიწა დაიცვა. ქართული მიწის დაცვის გამო ადამიანს ასამართლებენ, ეს არის ისტორიული პროცესი, ემა. და ამას აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასებაც. მოვა ამისი დრო. სადაც ერთ-ერთ მთავარ მოწმედ გვევლინება ვახტანგ გომელაური, მაშინ დაზორვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასია ხომ? ანუ ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ჩვენება, რასაც ბრალდება ეფუძნება, არის სწორედ მისი ყოფილი კოლეგის, ხო? მინისტრთა კაბინეტის წევრის, ასე ვთქვათ, ჩვენება. არის, მათ შორის არის ვახტანგ გომელაური, მაგრამ არა ერთადერთი და უფრო მეტსაც გეტყვით, იმდენად აბსურდულია სამართლებრივად ეს საქმე, რომ ასე ვთქვათ, პირდაპირ უწერიათ, რომ თურმე სუსმანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაო საოკუპაციო რეჟიმისგანო გავიგეთო, ანუ მარიონეტული ხელისუფლებისგანო გავიგეთო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ხელი ხაზით. თქვენ გესმით ეს რისი აღიარება? ხვდებით რა აბსურდიც არ ქვია, ეს არის ზუსტად ოცნების მხრიდან გიორგი გახარიას გასამართლება ქართული მიწის დაცვის გამო, ეს არის ოცნების მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, ემა, ღალატი ამას ქვია ზუსტად. ჩორჩანას საქმეზე ოცნება მოქმედებს რუსების და ოკუპანტების ინტერესებით. ქართული მიწის დაცვის გამო. გასაგებია, რომ თქვენ ამაში პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სარჩულს ხედავთ და ამის მოლოდინიც გქონდათ. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. გქონდა ემა, ვიცოდით ჩვენ იცოდით, ამიტომაც არ ვიცი, ჩემი განცდა ასეთია, რომ ამიტომ წავიდა გახარია არჩევნებამდე ქვეყნიდან. თქვენ კი ამბობთ, რომ ის წავიდა, მას ვიზიტი ჰქონდა და შემდეგ აღარ დაბრუნებულა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? არ დაბრუნდა იმიტომ, რომ იცოდა, რომ დააკავებდნენ და ახლა ფიქრობს, რომ იქიდან უფრო პროდუქტიულია პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აქტიურობის და თვალსაზრისიდან. კიდევ ერთხელ გეკითხებით, ანუ ბევრი თქვენი თანაგუნდელი არის ქვეყნიდან გასული სხვადასხვა მიზეზით. ანა, თუ ეს მოგყავთ როგორც არგუმენტი, ასე ვთქვათ, ივანიშვილის ეს დაპირება, რომ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება გახარიას და მისი პარტიის წევრებს. გასამართლება მოუწევთ, თუ ამბობს ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის ინტერვიუში. ამიტომაც ხომ არ დატოვეს ქვეყანა თქვენმა სხვა თანაგუნდელებმაც დაიჭირეს რა თადარიგი, დაინახეს რა, მათაც ეს საფრთხე, რომ შესაძლებელია მათ წინააღმდეგაც პოლიტიკური ანგარიშწორება სწორედ სამართლებრივი ბერკეტებით მოხდეს. ემა, მე პირადად ახლა ნიუ-იორკში ვარ, მაგრამ რამდენიმე დღეში ვბრუნდები საქართველოში. არაფერ შუაში არ არის ეს ერთი. მე თქვენზე არ მაქვს საუბარი, შემიძლია ჩამოგითვალოთ ადამიანები, ნათია მეზურიშვილი, ხო? ბექალი ლუაშვილი მათ შორის. ნახეთ რა არის, ემა მთავარი რა. ის ადამიანები, ვინც თანამდებობებს იკავებდნენ, ნახეთ, მე რა თქმა უნდა ახლა ყველასზე არ ვსაუბრობ, ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა დროს გიორგი გახარიასთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იზიარებდნენ. დიახ, ანა. ხო, ჩემ პასუხი გაინტერესებს. დიახ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით, რომ დევნას დაიწყებდნენ გიორგის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, დადასტურებულად გქონდა ეს ინფორმაცია, ხო, ეს ინფორმაცია ჟონავს. გქონდა ინფორმაცია ასევე, რომ პატიმრობას შეუფარდებდნენ და ეს გადაწყვეტილება, ამიტომ რაც გუშინ და გუშინ წინ მიხილეთ, ნამდვილად მოულოდნელი და სიურპრიზი არ ყოფილა. ეს ერთი მიზანი რა არის ივანიშვილის, ხო? გარდა ამ პერსონალური შურისების და აზიზყისა, მიზანი ივანიშვილის არის ის, რომ გიორგი გახარია და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი გაქრეს პოლიტიკური სივრციდან. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს ასე არ მოხდება. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში. არა მარტო იმიტომ, რომ არ უნდა მოექცეს ის და ის არ მოექცევა ბიძინა ივანიშვილის უკანონო იურისდიქციის ფარგლებში, არამედ იმიტომ, რომ ის ბევრად უფრო ეფექტურია გარეთ. ერთი მხრივ პარტიული თვალსაზრისით 24 საათიანი ჩართულობა აქვს მას პარტიის მართვის პროცესებში და ამას როგორც მოწმე ამ ყველაფრის მხილველი და მონაწილე გეუბნებით და მეორე ის თავისი საქმიანობით და თავისი სტატუსიდან გამომდინარე ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ამიტომ რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არ მოექცევა ივანიშვილის იურისდიქციაში. გიორგი გახარია და გიორგი გახარიას გუნდი გააგრძელეს ბრძოლას, რასაც ქვია ბრძოლა საქართველოსთვის.
თუმცა ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ისინი გამოაცხადებენ მასზე საერთაშორისო ძებნას, შეიძლება თუ არ დღეს პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ჰერტის სკოლას აყავსო თანამშრომლათო გიორგი გახარია და ფაქტობრივად ეს მინიშნება გააკეთა, რომ თითქოს ის საქმდება თუ უკვე დასაქმდა გერმანიის აგენტად. იქნებ გითხრათ მართლაც განიხილება მისი საქმიანობა ჰერტის სკოლაში და მასზე თუ გამოცხადება საერთაშორისო ძებნა, ანა ეს ხომ არ შეუქმნის მას რაიმე პრობლემებს იქ სადაც ის იმყოფება. უბრალოდ ჰერტიზე მინდა ჯერ გიპასუხოთ, იმდენად ღიმილის მომგვრელია, მე არ ვიცი პირადად თქვენ იცით თუ არა ამ უნივერსიტეტის შესახებ. ჰერტი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელსაც თავისი კვლევითი ინსტიტუტი აქვს, ბუნებრივია. და არაფერი ამაში სენსაცია არ არის. მე უფრო მეცაც გეტყვით ოცნებას და ოცნების პროპაგანდას დააგვიანდა ამ ინფორმაციას ეწვდომა, იმიტომ რომ აგვისტოდან მოყოლებული გიორგი გახარია კვლევითი საქმიანობით არის საკავებული ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ნამდვილად რასაც ქვია Hertie School of Governance. ესე ეძახიან, რა არის ამაში სენსაციური. და უფრო მეცაც გეტყვით, გიორგი გახარიამ თავად თქვა ინტერვიუების დროს საჯაროდ, რომ ის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ევროპაში და ამ ნაწილში საქართველოს ევროპული მომავლის დაცვაში იღებს ძალიან აქტიურად მონაწილეობას. ამიტომ პროპაგანდას დააგვიანდა და ვერ მუშაობენ თვად ისე, როგორც მათ უნდათ. ეს ერთი. ეხლა ცოტა უფრო სერიოზულ ნაწილზე რომ გადავიდეთ, აი გახარიას გადმოცემას მოვითხოვთო. ხო, პრობლემებს ხომ არ შეუქმნის თქო მას, მათ შორის აი ამ სამეცნიერო მუშაობის ნაწილში. თუ კი მასზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს საქართველოს თავმოწურავად, ამომწურავად გეტყვით, ფორმალურ და სამართლებრივ დეტალებზე ნამდვილად არ ვილაპარაკებ და ვერც ვილაპარაკებ. ერთი ცალსახად გეუბნებით, რომ გიორგი გახარია ყოველთვის ისავდა კანონს, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ქვეყნის გარეთ ახლაც ასე იქნება და კიდევ ერთი რაც ცალსახად ხაზგასმით მინდა გითხრათ. ის რომ რაც ხდება გიორგი გახარიას წინააღმდეგ, არც კანონთან და არც სამართალთან კავშირი არ აქვს. ის რომ რაც ახლა გახარიას წინააღმდეგ ხდება, არის პოლიტიკური დევნა. ის რომ რაც ახლა გახარიას წინააღმდეგ ხდება, არის ბიზნე ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური შურისძიება, ეგრეთ წოდებული ვენდეტა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ეს იცის ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით და ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო კარგად ქვეყნის გარეთაც. დანარჩენს დავავალოთ. და თქვენ მაინც არ მიპასუხებთ თქვენს თანაგუნდელებზე. თქვით რომ ინფორმაცია ჟონავდაო და ვიცოდითო. გაქვთ თუ არა ინფორმაცია რომ შესაძლებელია გახარია არ იყოს ერთადერთი პარტიიდან ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლები. მოსალოდნელია. ემა, რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით ყველაფერს. ყველაფერი მოსალოდნელია. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ემა, მე ამაზე ჩვენ არასდროს არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ისედაც დაზაფრულია საზოგადოება, მაგრამ ჩვენი თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება არის ბრძოლა, არის რისკები. დედაჩემა და მამაჩემა არიციან მეორე დღეს სახლში მივალ ჯანმრთელი დაუბრუნდები თუ არა და ეს არის ყოველდღიური ცხოვრება ჩვენი და რაღაც განსაკუთრებული ამაში არის ჩვენ როდესაც ამ ბრძოლაში შევედით თავიდანვე ემა 2021 წლიდან ვიცოდით ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა რაში ყოფდით თავს არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. ანუ სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში გიორგი გახარია საქართველოში არ დაბრუნდება ეს არის თქვენი პოზიცია. გიორგი გახარია საქართველოში არ დაბრუნდება იმ პირობებში, რომ ის არ მოექცევა ივანიშვილის იურისდიქციის ფარგლებში და წერტილი. კი ბატონო, თქვენ თქვით რომ გომელაური არ არის ერთადერთი მოწმე გახარიას წინააღმდეგ მის მიმართ აღძრულ საქმეებში. კიდევ ვის გულისხმობთ? ანზორ ჩუბინიძეს? თქვენ იცით პრინციპში ეს მედიაში ხომ კი ბატონო მედიაში გავრცელდა ეს ინფორმაცია მაგრამ არ იქნებოდა ურიგო თქვენგან ამაზე დასტური და დამატებითი ინფორმაცია გომელაური არის ბახტაძე არის არ მინდა ხო ვინმე გამომრჩეს მაგრამ მედიაშიც ეწყინებათ რომ გამოგრჩეთ როგორ ბოდიში ხუმრო ვიხუმრე ეწყინებათ რომ გამოგრჩეთ თქო ვინმე და ეწყინებათ კი მაგრამ საბოლოო ჯამში მე უბრალოდ არ მინდა გამოვჩოს, იმიტომ რომ საზოგადოებაც ნახა, ხო, აშუქებდა მედია თქვენი კოლეგებიც ინტერვიუებს ართმევდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თავად რეჟიმი მოექცა ძალიან
უღირსად არ არის სწორი სიტყვა, ანუ გამოიყენა რამდენად არარაობად თვლის ადამიანებს, მათ შორის საკუთარ წევრებს ეს რეჟიმი, რომ აი ესეთ ამორალურ, არაკაცური ქმედებებისკენ მიყავს ეს ადამიანები და აკარგვინებენ სახეს. ხო, მაგალითად, ეხლა ბატონი გომელაური რო ახსენეთ, ხო, გომელაურის არქივი გენიალური რამეა თან 21 საუკუნეა და ყველაფერი იძებნება ინტერნეტში, ხო? გომელაური იყო, რომელიც გამოდიოდა და ჩორჩანაზე ამბობდა, რომ პირიქით რაღაც დავიცავით, უფრო მეტიც უნდა გავაკეთოთ საჭიროა, ხო ეს კადრები დარწმუნებული ვარ, რომ თქვენაც გაქვთ ნანახი და თქვენ მედია საშუალებასაც აქვს ეს არქივი და რამდენიმე წელში მერე გამოდიან და ამ ადამიანებს ალაპარაკებენ. და ბახტაძე რას ამბობს ჩვენებაში, მე როგორც პრემიერი არ ვიყავი საქმის კურსში, რას აკეთებდა მაშინ და შინაგან საქმეთა მინისტრიო? ემა, ჩვენებების დეტალებზე მე რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მე არ ვარ გიორგის ადვოკატი და ვერ ვისაუბრებ ამაზე, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია, რაც გითხარით, რაც მათ შორის მედიის საშუალებითაც გავრცელდა, არის კი ბატონო, თქვენ ხომ ამბობთ რომ ეს არის ასე ვთქვათ, ფრიანად თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე, ხა თქვენი თანაგუნდელი გუშინ ჩემს ეთერში ლევან გოგიჩაიშვილი ამბობდა რომ ერთადერთი ადამიანი ვინც თქვა მათ შორის საჯაროდ და ჩვენების ასე ვთქვათ ფარგლებშიც იყო მაია ცკიტიშვილი მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრი რომ ის იყო საქმის კურსში ჩორშანას საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით. ამიტომაც ვაძლევ თავისუფლებას და გეკითხებით ასე ვთქვათ ჩვენების შინაარსზე. სამართლებრივ დეტალებს მე თვითონ იურისტი ვარ და პროფესიაც არ მაძლევს იმის უფლებას რომ სამართლებრივ დეტალებში შევიდე. მაგრამ ნამდვილად ქალბატონი ცკიტიშვილი იყო ის გამონაკლისი, რომელმაც რეალობა თქვა. დანარჩენის განცხადებები თქვენც კი ნახეთ საჯაროდ, მაგრამ ამ ტექნიკურ დეტალებსაც პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა. ხო, ფაქტი არის ის, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ედავებიან ქართული მიწის დაცვა ზუსტად იმ ტექსტებით. ემა, ზუსტად იმ ტექსტებით ედავებიან და უნდათ გახარიას დასჯა. რა ტექსტებითაც ჩორჩანაზე საუბრობს საოკუპაციო რეჟიმი. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, ანა, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, ხომ? მე ვთქვი და კიდევ ერთხელ განმეორდები 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გახარიასთან მიმართებაში კითხვები მაშინაც არსებობდა არ გულისხმობ მის ყოფილ თანაგუნდებს, არ გულისხმობ პოლიტიკურ ინტერესს. ამ შემთხვევაში საუბრობ მხოლოდ საზოგადოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, არსებობს ახლაც. ჩვენ გვახსოვს გახარიას ინტერვიუები, როდესაც ის ჯერ კიდევ თანამდებობის პირი იყო, ის ამბობდა, რომ მთელს პასუხისმგებლობას 20 ივნის განვითარებულ მოვლენებზე იღებდა თავად. შემდეგ იყო განსხვავებული პოზიცია საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, სადაც მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა, რომ არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცა მისი გვერდის ავლით გასცა ბრძანება რეზინის ტყუების გამოყენებასთან არ ყოფილა, ეს არ არის სწორი. კარგი, მაშინ როგორ თქვა მითხარით? გიორგი, ხო, 20 ივნისთან დაკავშირებით ერთ ზოგადად ვიტყვი, რომ საქმეში ახალი არაფერი არ არის, ასევე რაც ვიცით, მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლოებს და ჩვენ რა თქმა უნდა ვითხოვთ განსაიდუმლოებას, რას მალავენ? რას მალავს ოცნება 20 ივნისის საქმეში? რატო არის საიდუმლო ნაწილი? ეს ერთი და ვითხოვთ ჩვენ ამ განსაიდუმლოებას, რაც შეეხება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას არაფერი განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო არ ვთქვამს პირიქით. ნახეთ, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. გიორგი გახარია ყოველთვის იღებდა და იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ მოვლენებზე. და ეს არ შეცვლილა. და აი ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით იბრძვის დღეს იმ პირობებში, რა პირობებშიც უწევს მას საკუთარი სამშობლო, საკუთარი ასაკენი მშობლების და ოჯახის დატოვება, იძულებით. აი ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებში იბრძვის დღეს ეს ადამიანი ამ ქვეყნისთვის. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩვენ უნდა გავიმჯნოთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არ არის შეეცვალოს. რეზინის ტყუებთან დაკავშირებით მინდა კიდე სპეკულაციები. ხო და სწორედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა ახლა მისი ამ საქმესთან დაკავშირებით. რეზინის ტყუებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში არის იმდენად აბსურდი, ადამიანს ეუბნებიან სახელმწიფო ამბობს, რომ კიო მართალიაო გიორგი გახარიამო რეზინის ტყუების ბრძანებაო, სროლის ბრძანებაო არ გასცაო და მოგვიანებით გაიგო, მაგრამ მაინც მანო დააორგანიზაო ადამიანებისო თვალის დაზიანება. აბსურდულობის ხარისხს, ამას ხო იურისტობა არ ჭირდება, რომ ადამიანი მიხვდეს, რამდენად აბსურდთან გვაქვს საქმე. ანუ თან ამბობს თვითონ ბრალდების მხარე ამბობს, რომ ნამდვილად გიორგი გახარიას არ გაუწია ბრძანება რეზინის ტყუების სროლაზე და არ იცოდაო ერთი მხრივ, შემდგომ გაიგო და თან პარალელურად ამბობს, რომ დააორგანიზაო ადამიანმა
რომ ადამიანებს თვალები დაუზიანოს. ანზორ ჩუბინიძის ასე ვთქვათ ჩვენებაზე დაყრდნობით ხომ არ გაჩნდა ასე ვთქვათ ეს ჩანაწერი ახლა ბრალში გიორგი გახარიას წინააღმდეგ, იმიტომ რომ ესეც ვიცით და გავრცელდა მედიაში რომ ჩუბინიძე არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გახარიას წინააღმდეგ 20 ივნისის საქმეში. ემა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამასალების ნაწილი გრიფის საიდუმლო ამბობს მე გავიმეორე ბერდიას იკინავა სიტყვა სხვა შორის ბერდი არის უბრალოდ გიორგი გახარიას ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი ოცნებას როგორც ჩანს უნდა პანდორას ყუთის გახსნა გახსნან მაშინ. მოხსნან გრიფის საიდუმლო ამ საქმეს. რას მალავს? დასამალი რა აქვს იცნებას? თქვენ იცით რას მალავს? თქვენ თუ არა ყოველ შემთხვევაში გახარია მიცის რას მალავს ეს ავთქვათ გრიფის საიდუმლო მე მინდა დაუბრუნე სამართლებრივ ნაწილს თუ შეიძლება დავასრულებ წინა ნაწილს როცა აბსურდულობაზე რომ თან თავად ბრალი ამბობს რომ რეზინის ყובების გამოყენების ბრძანება არ გაუწია ადამიანს და პირიქით მოგვენებით გაიგო თვითონ ბრალდების მხარე ამბობს ამას პროკურატურა ამბობს და თან ედავებიან რომ დააორგანიზაო ადამიანების დაზიანებაო ანუ რამდენად სასაცილო და აბსურდულია და ამის პარალელურად მე მიუხედავად იმისა რომ მასალებს საიდუმლო ადევს და კიდევ ერთხელ ვამბობ მე რა თქმა უნდა რა ნაწილს ადევს ანა შეგიძლიათ გვითხრათ აი კონკრეტულად მე როგორც ვიცი ემა მე ვერ გეტყვით დეტალებს იმიტომ რომ არ მესმის დეტალებს ხომ არ გთხოვთ ახლა როგორ მოგთხოვთ მაგრამ რაც საჯაროა თალსახად რაც საჯარო არის დარწმუნებული ვარ რომ თქვენ იცნობთ მაგალითად საქართველოს სახალხო დამცველის მაშინდელ დასკვნას ლომჯარიეს დროინდელ დასკვნაზე მაქვს საუბარი სადაც მაგალითად შესწავლილი იქნა რაციების ჩანაწერები და ეს დასკვნა ამბობს იმავეს რომ რაციების ჩანაწერებით დგინდება მტკიცებულების შესწავლით დგინდება, რომ რეზინის ყובების გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუწია. აი, სწორედ რაციების ჩანაწერების, ასე ვთქვათ, ამსახველ მასალებს ადევს გრიფის საიდუმლო? კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვერ ვილაპარაკებ იმას, რაც არა, თქვენ ხომ ამბობთ, რომ ეს არის მთავარი მტკიცებულება. მესმის, აი, ანა, აბსოლუტურად. მე ვამბობ, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, მაგრამ მტკიცებულები კიდევ ბევრი, ანუ რაღაცა საქმეში ახალი მართალი კითხვათ არაფერი არ არის. მე უბრალოდ ვეხმაურები სპეკულაციებს, რაც სხვათა შორის აი თუკი თორჩანას საქმეზე რუსების და ოკუპანტების ინტერესებით მოქმედებს ოცნება 20 ივნისის საქმეზე ნაცმოძრაობის ჩვენებებით მოქმედებენ. ესეც უბრალოდ ინფორმაცია ოცნების დღევანდელი მხარდამჭერებისთვის. კი ბატონო. ყოველ შემთხვევისთვის ასე ვთქვათ, გვაქვს ესეთი მოლოდინი და არა მხოლოდ ჩვენ საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ მართალია ძალიან დაგვიანებულია გახარიამ თქვას, ვინ გასცა ასე ვთქვათ ბრძანება სხვადასხვა საშუალებების ერთობლივად გამოყენებასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც თქვენ ახსენეთ ახლა რაციების ჩანაწერები, სადაც ისმის რომ გახარიას ხმა რომ ის მოუწოდებს რომ არ გამოიყენონ რეზინის ტყუიები მოქალაქეების წინააღმდეგ, საზოგადოებას მაინც აქვს მოთხოვნა რომ გახარიამ ილაპარაკოს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე აქამდე უთქვამს. და ერთს მოვიყვან, ნახეთ, აი ლევან გოგიჩაიშვილმა კონკრეტულად რა თქვა გუშინ ჩემს გადაცემაში. მას შემდეგ, რაც მელიას დაკავების საქმეში ივანიშვილმა დაიწყო ჩარევა, გახარია არ გამორიცხავს, რომ 20 ივნისს ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა ბრძანება. ვინ იყო ეს ვიღაცა და ვინ მიიღო და შეასრულა ეს ბრძანება? ემა ეს ლევანის სიტყვები კი არ არის კომისიაზე ილაპარაკა ამაზე გიორგი გახარიამ. ხო, ამას ვამბობ, მისი ციტატა მოიყვანა, რა თქმა უნდა, ლევანისი როგორ იქნება? ციტატა მოიყვანა. ნახეთ, ძალიან მარტივი რამ თქვა კომისიაზე გიორგი გახარიამ, ვისაც არ ახსოვს, ვიცი რომ მთელი საქართველო უყურებდა პრინციპში, მაგრამ ვისაც არ ახსოვს, რომ გამეორდა. ნახეთ, ერთი მხრივ გადადგომა გიორგი გახარიამ დეტალურად ახსენდა ისაუბრა მისი გადადგომის საღამოზე, იმ ღამის განმავლობაში, მთელი ღამის განმავლობაში რა ხდებოდა, როდესაც მთელი მისი პოლიტიკური გუნდი იყო მის მხარეს, ძირითადი ნაწილი და ისინი იზიარებდნენ გიორგის პოზიციას, რომ უნდა ყოფილიყვნენ ფრთხილები ამ ესე ვთქვათ დაკავების ოპერაციის ღონისძიების ჩატარებისას და უცბად აი ესე მოულოდნელად ისინი დადუნდნენ და აზრი შეიცვალეს და ნუ რა თქმა უნდა გასაგები იყო რომ ამ ამბავში ჩაერია ბიძინა ივანიშვილი შესაბამისად მან ძალიან მარტივად გაავლო პარალელი აკვებზე ახლა საუბარი გაავლო პარალელი რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია აბსოლუტურად თავისუფლად არის შესაძლებელი რომ 20 ივნისის ღამესაც ჩარევა მოხდა ეს თქვა გიორგი გახარიამ
ხო, მაგრამ ასე ვთქვათ, განცდა, არ ვიცი, აქმა, ვარაუდი ხო არ არის სერიოზული ადამიანები ვართ საკმარისი მტკიცებულება ისე როგორც ჭორავენ ქოსები და ისე როგორც ჭორავენ ნაცები ხო ჭორავობა არასდროს არ ყოფილა ჭორავობა ამ ყველაფერს ჭირდება დადგენა ისე კი არა ივანიშვილის სურვილების შესასრულებლად ახლა პოლიტიკურად როს ჯიან ადამიანებს ესე არა ობიექტური და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა საჭიროა მასალებისთვის გრიფის საიდუმლოს დადება ეს კითხვა ვიცი რომ თქვენს არ გაქვთ ცდომა ოცნების წარმომადგენლებთან გემალებათ სამწუხაროდ არა ძალიან ბევრია ოცნებასთან მარტო ეს შეკითხვა არა თუ ასეთი მძიმე დანაშაულები ქონდა ჩადენილი და ხო შენ სპანკისის საქმეზე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე მაგრამ ჩვენ მოვისმენთ გიავოლსკის განცხადება მას დღემდე აქვს შეკითხვები გახარიასთან რომ რატომ აცემინა პანკისში მან სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს რომელიც გიავოლსკი იყო და არა მხოლოდ ბატონი ვოლსკი მთელი ოცნების ადამიანები რომელიც დღეს ესე დიდი სამბით და დიდი გამოდიან და რაღაც მარაზმში არიან გადასულები ეს ადამიანები ხმის კანკალით ესალმებოდნენ ხოლმე გიორგი გახარიას ამ ადამიანების სიტყვის ფასი ემა მაშინაც იყო 0 და შესაბამისად ახლა არის 0 ან კიდევ უფრო უარესი ხო მაგრამ ერთი რაც თალსახად შემიძლია გითხრათ ემა არის ის რომ ჩორჩანას საქმეშიც და 20 ივნისის საქმეშიც გიორგი გახარია მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნებით. ანუ ჩორჩანას ვაზუსტებ რა, იმიტომ ძალიან საინტერესო რა მითხართ, მე არ ვიცოდი ნამდვილად ამის შესახებ, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მასალების ნაწილი არის როგორ ამბობთ ხოლმე ასე ვთქვათ, აღბეჭდილი გრიფით გასაიდუმლოებული. გრიფი ადავს მოკლედ. განსხვავებით ჩორჩანას საქმისგან თითქოს იქ უფრო მეტი რამ შეიძლება იყოს მიჩნეული როგორც სახელმწიფო საიდუმლო და ამ მასალებზე უფრო არ უნდა იყოს ლოგიკურად ასია. საზოგადოება შეცდომაში რო არ შევიყვანო მე ნამდვილად 100%-ით ვერ დეუბნები და შესაძლოა რომ ჩორჩანას საქმეშიც რაღაც ნაწილს ედოს გრიფით საიდუმლო თუმცა 20 ივნისის საქმეს ყურადღებას ვამახვილებ იმიტომ რომ თქვენი ლოგიკის არ იყოს ხო ეხლა მეც ესეთი ლოგიკა მაქვს ანუ რატომ და ედოს 20 ივნისის საქმეთ გრიფით საიდუმლო ანუ რა არის და თქვენ რა ვერსია გაქვთ აი თქვენ როგორც პოლიტიკოს თქვენ როგორც გახარიას თანაგუნდელს რატომ და რა არის გასაიდუმლოებული კონკრეტულად როგორ ფიქრობთ მე რა თქმა უნდა კითხვა მიჩნდება როგორც პოლიტიკოს კი არა პირველ რიგში როგორც ადამიანს როგორც მოქალაქეს კითხვა მიჩნდება როგორც იურისტს კითხვა მიჩნდება რომ რა არის დასამალე ინტერესი რა არის და ვერსიას მითხარით თქვენი ანუ რა შეიძლება იყოს ისეთი რისი საჯაროდ გამჟღავნებაც არ სურს არ ვიცი ქართულ ოცნებას მოდი ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქნებ შეეცადოთ ეს კითხვა დაუსვან თქვენმა ჟურნალისტებმა, მაგალითად პარლამენტში ოცნების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ჩვენის მხრივ ხო შევეცდებით, მაგრამ მეორე მხარეს ხო თქვენ ხართ ბრალდებული ამ შემთხვევაში. ეს არის ფაქტი. ემა ის რომ ოცნებას აქვს რაღაც სასამართლო, ეს არის ფაქტი, მათ იქმედება ადასტურებს ამას. დანარჩენი რაღაც ჭორობას ხო არ დავიწყებ არა? არასერიოზულია. ჩვენ ვითხოვთ ამ გრიფით საიდუმლოს მოხსნას, ანუ განსაიდუმლებას აი მასალას. იმიტომ რომ თქვენ არაფერი გაქვთ დასამალი და მზად ხართ ასე ვთქვათ, აი ამ სამართლებრივ ბრძოლაში შეხვიდეთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით. გაქვთ ასეთი დასამალი. ნამდვილად არაფერი გვაქვს დასამალი პირიქით. ემა ნამდვილად ორივე საქმეში გიორგი გახარია მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესების დაცვით. ეს არის მთავარი. და ეს არის მთლიანი ჩვენი მორალური უპირატესობა. სიმართლე არის ჩვენი და სიმართლე არის გიორგი გახარიას მორალური უპირატესობა. როგორც არ უნდა შეეცადონ ადამიანი აიძულონ რომ მოშორდეს ოჯახს. როგორც არ უნდა შეეცადონ რომ ადამიანი მოშორდეს საკუთარ სამშობლოს, მშობლებს. როგორც არ უნდა შეეცადონ რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც ჩვენ ვიხილეთ, ხო იგივე ბათუმის შემთხვევაში. როგორი აგრესიაც და ეს სიბინძურეც არ უნდა ისმოდეს ამ არაერთობების მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით. სრული პასუხისმგებლობით და სიამაყით გეუბნებით, რომ ჩვენ გუნდის ლიდერს და ჩვენი გუნდის ლიდერის მხარეს არის სიმართლე. ამაზე მეტი ღირებულება არ არსებობს. და ეს სიმართლე ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ემსახურებოდა ყოველთვის ემსახურება დღეს და ასე იქნება მომავალში. და გიორგი გახარია და გიორგი გახარიას გუნდი პოლიტიკური სივრციდან
არ გაქრება. კი ბატონო, ერთსაც დავაზუსტებ და სხვა თემაზე მინდა გადავიდე. ანუ უფრო მეტის თქმას ამ საქმეებთან დაკავშირებით გიორგი გახარია საჯაროდ არ აპირებს? ება გიორგი გახარიას ნაცვლად მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. მე მან საათები ისაუბრა, მათ შორის ივნისის საქმეზე გახსოვთ კომისიაზე, რომელიც დაეცემოდა საჯაროდ, დანარჩენი უნდა დავალოდოთ პროცესებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვთხოვთ გრიფით საიდუმლო, ანუ განსაიდუმლოებას იმ მასალების ნაწილისა, რომელსაც ადევს 20 ივნისის საქმეზე გრიფით საიდუმლო. კეთილი, ანა, დღეს გიორგი შარაშიძემ გააკეთა განცხადება, რომ 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას თქვენი პოლიტიკური ძალა არ შეუერთდება. არგუმენტად იყო ის, რომ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებთ, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მიგაჩნიათ, რომ აქცია და პროტესტი არ არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ინსტრუმენტი? არა, ზოგადად როგორ არ არის ემ აქცია და პროტესტი, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. ხა ზოგადად კონტაქტში თუ მე კითხებით, ჩვენ თვითონაც იცით ხო, ხა რამდენჯერ მიგუღია მონაწილეობა, მაგრამ კონკრეტულად როდესაც ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე თუ შეკრებაზე გვაქვს საუბარი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, იმიტომ რომ სამწუხაროდ აი ამ კონკრეტულმა ესე ვთქვათ, ამ კონკრეტულმა შეკრებებმა პოლიტიკური რესურსი ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად ამოწურა. ზოგადად თუ მეკითხებით აქცია და პროტესტი და მოქალაქეების შეკრება არის თუ არა პოლიტიკური ინსტრუმენტი მოქალაქეების ხელშეკრება? არა, ზოგადად არ გეკითხებით, იმიტომ რომ კონკრეტულად ეს ღონისძიება არის დაორგანიზებული, როგორც ვიცით, პოლიტიკური ჯგუფების და სამოქალაქო ჯგუფების მიერ. რაღაცნაირად კონფიგურაციაც ჩამოყალიბდა, ხო, ოპოზიციური 7-იანი. ანუ ხომ არ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არც მათ უნდა თქვენთან ერთად დგომა და არც თქვენ გინდათ მათთან ერთად იდგეთ. არანაირი საერთო 28 ღონისძიებასთან ჩვენს გუნდს არ აქვს, არ ექნება და ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკური რესურსი ამ კონკრეტულ, ესე ვთქვათ, დაორგანიზებულ ღონისძიებას შეკრებას უბრალოდ არ აქვს. კი ბატონო, მადლობა. ანა ბუჩუკური იყო ჩვენთან ერთად, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი. მოკლედ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო დეტალის შესახებ, რომელიც გახარიას წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ სიცხლის სამართლის საქმეს ეხება. ეს არის 20 ივნისის საქმე. როგორც მისმა თანაგუნდელმა გვითხრა, მასალების ნაწილი ამ საქმეში არის აღბეჭდილი გრიფით საიდუმლო, ანუ გასაიდუმლოებულია სრულიად. გიგი წერეთელი, ევროპული საქართველოს თავმჯდომარეა ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გიგი, მადლობა განცემაში მონაწილეობისთვის. რადგან გახარიაზე ვსაუბროთ, მოდი ეს თემა გავაგრძელოთ. რა ვიცი, პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ არის ამაში რაღაცა, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ნაწილიც, იმიტომ რომ 20 ივნისთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეს შეკითხვები ხა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, ხო, დღემდე თვალდრებ დათხრილი ადამიანები ითხოვენ პასუხს, მართლაც ვინ გასცა ბრძანება აი ამ რეზინის ტყუების გამოყენებაზე. თუ არა თქვენ საუბრობთ ამ საკითხზე, მე შემოვედი და ეს თემა დახვდა. აუცი ხა როგორ შეიძლება თქვა, რომ აქ არ არის რაღაცა კომპონენტი თუ ძირითადად რაღაც ანგარიშსწორების, იმიტომ რომ ერთის მხრივ, იმიტომ რომ უკვე ჩვენ დიდი ხანია გვესმის მათ შემდეგ, რაც ბატონმა გახარიამ დატოვა ხელისუფლება, ის გამოცხადდა, ასე ვთქვათ, მოღალატედ, კაცი, რომელსაც არ ვიცი, რაღაც ლამის პოეტურ ქმნილებებს უძღვნიდნენ. იშვიათად მოღალატედ და იუდად. უძღვნიდნენ ეს მთლიანად, ესე იგი, ტრანსფორმირდა ამ დიდ შეტევებში და, ну, რა ვიცი, შეიძლება გარკვეულწილად თვითონაც რაღაცა შეუწყო ხელი ამ მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ახლა 20 ივნისზე საზოგადოების რეაქცია ჩვენ გვახსოვს და ის ძალიან მძიმე მომენტებიც გვახსოვს, ხო? ძალიან დრამატული სცენები და, ну, საბოლოო ჯამში პასუხისგებლობა ამ საკითხზე არსებობს. ოღონდ როგორც ამას ხშირად ამბობენ ხოლმე, ამას ჭირდება ბუნებრივია თუ კი საქმეზეა ლაპარაკი და გააწყვეტილებაზე ჭირდება სამართლიანი სასამართლო და ზუსტად გარჩევა და არა ვთქვათ რაღაცა შურიზების წრილში, პოლიტიკური ნადირობის წრილში ამ საკითხების გადაწყვეტა. როცა ეს ასეა, როცა ადამიანი ამ შემთხვევაში რაღაცა დევნილია და მოღალატედ არის შერაცხული და ასე შემდეგ, ეხლა ამის საფუძვლებზე მე არ ვლაპარაკობ, შიგნით რა ქონდათ, მე არ ყოფილვარ ხელისუფლების ნაწილი და ეხლა თვითონ იყვნენ ერთი
ასე ვთქვათ, ორგანიზმი და როგორც ჩანს ამ ორგანიზმის ნაწილის მოშორება კიდევ უფრო მტკივნეულია, ხო, ვიდრე რაღაც სხვის. ამიტომ ეს ბრძოლაც ამგვარია და დავასრულებ, რაც შეეხება იმას, რომ რა არის ეს, ხო, არ ვიცი, არსებობს პასუხისგებლობაც და ამ შემთხვევაში არსებობს პოლიტიკური დევნაც. ჩვენ ამას ვხედავთ და რაცა კომბინაციაა ორივეს. როგორ ფიქრობთ, მიწდება გახარიას გერმანიაში ქართული ოცნება, ისედაც ვხედავთ, რომ ასე ვთქვათ, არასასურველ ფორმებს იღებს დაძაბულობა გერმანიის ელჩთან და ახლა გერმანიის ელჩი საქართველოში მის სახელმწიფოს წარმოადგენს. გახარია ამ ქვეყანაში იმყოფება, თუ კი საერთოდ მე არ დავფიქრებულო ამაზე, შეიძლება ესეც გახდეს რაღაც ახალი დაძაბულობის კიდევ რაღაცა დამატებითი კომპონენტი, რომ თუ მის ექსტრადიციას ითხოვენ და ამით მიმართავენ გერმანიის სამართალდამცავ სისტემას, თუ კი აქ უარი იქნება, ეს შეიძლება კიდევ ერთხელ რაღაცა ანტიდასავლური კამპანიის კიდევ გამაძლიერებელი ეფექტი იყოს, ну პირველ რიგში იმისთვის, რომ შიდა მოხმარებისთვის ხდება ხო ყველაფერი და იმისთვის, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაიძლიეროს ბერკეტები, კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი რიგები და რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა ზოგადად ესეც რაღაცა სამაგალითო დასჯები, ან იგივე ამ ეგრეთ წოდებული არასხოთაშორის კორუფციას და ბრძოლა ნამდვილად არის კორუფცია და ეს ბრძოლა ახლა კამპანიურია თუ ასეთია თუ ისეთია, ამან გამოავლინა ის ძალიან მძიმე სურათი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ხო, ასეულ მილიონობით თანხებზეა ლაპარაკი, გაფლანგებზე, მითვისებაზე და ასე შემდეგ და ესეც მეორეს მხრივ არის ბერკეტი იმისათვის, რომ აი ყველას დაანახო, რა არ არის მარტო ფულის მოპარვაზე ლაპარაკი, ეს ერთი მნიშვნელოვანი და უმძიმესი ამბავია. მაგრამ მეორე, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არ ვიცი ხა, აგერ 20 ლარით პენსიის ზრდაზეა ლაპარაკი და ძალიან მცირე შეღავათები აქვს ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების სიზნელეების გადასალახად და ამ დროს ხედავენ და ესმით, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები აგერ რაღაცა ასტრონომიულ თანხებზეა ლაპარაკი და ფუფუნებაზე და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს ვნახეთ დასტურეს ადვოკატებმა, რომ ღარიბაშვილს მოუწია თავისი საცხოვრისის ჩადება უზრუნველყოფა გირაოს სანაცვლოდ. ეს რას ნიშნავს? ნუ ანუ სიღატაკეზე ხوار მეტყველებს ეს ერთი, მაგრამ მე მგონი ეს არ არის რაიმე ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ ის რომ მე სხვა მიმართულებით ვლაპარაკობ ახლა არა მარტო კორუფციული ამბავი, მაგრამ ეს არის შიდა, ასე ვთქვათ, წესრიგის აღდგენის ნაბიჯები, იმიტომ რომ ის რომ ადამიანები ახლა წლების განმავლობაში თუ კი ასეთ ამ რაოდენობის თანხების მითვისებაზე იყო ლაპარაკი, ახლა მათ ყველა მიცოდა ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებმა, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ, იცოდნენ რა მექანიზმებიც არსებობდა იმისათვის, რომ ახლა 100 მილიონობიანი ტენდერიდან რა მიდიოდა, რა მოდიოდა, ვის რა მიქონდა, დარწმუნებული ვარ ეს ინფორმაცია არსებობდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ზღურები რაღაცნაირად გადავიდა და მით უმეტეს როცა შიდა და დაძაბულობა რა ის ციხე შიგნიდან არ გატყდეს ამ პრინციპით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მოხდეს შედუღაბება, კონსოლიდაცია და სიხიფათი რომ ფულიანი გასული ასე ვთქვათ, ვინც მოღალატედ ჩაითვალა, ან გამსვლელი, რომელსაც უნდა რომ გაერიდოს აი ამ ძალიან მძიმე სიტუაციას, რომელიც შესაძლებელია რაღაც სანქციებით დასრულდეს და სხვა მძიმე გადაწყვეტილებებით, აი ამის პრევენცია რომ მოხდეს, რომ არა, თუ ხარ აქ, როგორ ეხლა აქ იყავი, ჩვენი სისხლი და ხორცი ხარ, ფული იშოვე და ეხლა რა გინდა და საფრთხეებიც იმისა, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად ან ოპოზიციონერები არ გახდნენ, ან რაღაც სხვა არ გააკეთონ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავისთავად ეს კორუფციის ძალიან მძიმე ფაქტები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რა ვითარებაა დღეს აი 12 თუ 13 წლის მართლობის შემდეგ. ეს თემა რომ დავასრულო და მინდა რომ 28 ნოემბრის აქციაზე გადავიდე. თქვენი განცდა როგორია ამ შემთხვევაში? თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვა გახარიამ ყველაფერი 20 ივნისთან დაკავშირებით თუ შეუძლია დამატებით დეტალებს ახადოს ფარდა და ამით რაღაცნაირად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს დაეხმაროს, იმიტომ რომ რა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ეს ყველაფერი ჩვენ მაგალითად მოცემულობა უნდა გავიგოთ, ხო, რეალობა. როდესაც პოლიტიზირებული სასამართლო ეს ერთი ამბავია, როცა
რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო აქ შეიძლება არგუმენტებს, ფაქტებს, მტკიცებულებებს კონდეს უფრო მეტი მნიშვნელობა. ყველაფერს ეცადა ჩემი აზრით ეს ადამიანი რომ რაღაც არ გაერთულებინა ზედმეტად, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ხო კომისიაზეც მივიდა თითქოს გამოსაყენებლად იმისა რომ ანუ ეს ამის მცდელობა იყო უტყუარა თქვენთვის. ეს ჩემი აზრია რომ რაღაცნაირად ომს ასე ვთქვა და ღია დაპირისპირებას ამ მომენტში რა არ მოვალ თქვენ კომისიაზე და სხვებმა როგორც ვთქვათ რაღაც ნაბიჯი გადადგეს ჩვენმა მეგობრებმა რომლებმაც რაღაცა პრინციპები საბოლოომდე შეინარჩუნეს და ახლა ალბათ უსმენენ ამას და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივესალმო და გამძლეობა უსურვო და მალე თავისუფლება. მან განსხვავებული ყოველთვის შეგიძლია შენ გაამართლო ნებისმიერი შენი ნაბიჯი რაღაცა განსხვავებული მე ასე ვარ და ასე უყურებ და ასე ვხედავ მაგრამ სიტუაციურად ეს ხო განსხვავებული ქმედება იყო რა ჩვენი გზა გვაქვს და ხო გავიგე ხა ეს ჩვენი გასაგებია მაგრამ ჩვენი გზა თუ გაქვს ეხლა თუ სიტყვაზე ვამბობ ანუ ჩამოწავ ზები სხვადასხვა იქ თუ მიხვედი ანუ რასაც გთხოვენ პარლამენტში შეხვედი ჩაერთე არჩევნებშიც მონაწილეობა ხო გავიგე რომ ეს გზა კი ბატონო მე კი არ ვამბობ ეს გზა არა მე შეიძლება ეს გზა არ მომწონდეს მაგრამ ეს გზაც არის ხო ნებისმიერი ამბავია ახლა რა ვიცი როგორ გითხრათ ყველანაირად შეიძლება მოიქცეს ადამიანი ეს მისი გაწყვეტილება მის და ფასი აქვს ყველა გაწყვეტილებას და როგორ ჩანს ამ შემთხვევაში ამას დიდი ფასი არ ქონდა სხვა საკითხებთან მიმართებაში ანუ უფრო დიდმა წყენამ თუ დაშორებამ ამ ვერ გადაწონას სხვა ქმედებები მათ შორის პარლამენტში შესვლა ხა ეს ჩვენი ახალგაზრდა კოლეგებისგან ხშირად ისმის რომ აი ჩვენ ყველგან უნდა ვიბრძოლოთ პარლამენტში თუ გავიგე ეს რომ ყველგან უნდა იბრძოლოთ რომ თუ კი რაღაცას თანამდებობად მიყვები პრინციპებს მიყვები ხო მაშინ გაუმართლებელია ხო როდესაც ქუჩაში რომ არ ვდგარიყავით ამიტომ შევედით პარლამენტში და ეხლა არ უერთდებიან 22 ნოემბრის აქციას ეს არის მათი საქმე კიდევ ერთხელ ვამბობ პოლიტიკური ქმედებისთვის არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. კრიმინალური ქმედებისთვის არსებობს სისხლისამართლობა. ეხლა ჩვენ ქვეყანაში აგერ ადმინისტრაციული პირბადისთვის შეიძლება და ქუჩის ორჯერ გადაკეტისთვის ან უბრალოდ დგომისთვისაც შეიძლება ვიღაც საპატიმროში აღმოჩნდეს და ბევრია ასეთი, ვინც აბსოლუტურად აი ნონსენსია რა, რატო უნდა იყვნენ ადამიანები, თუნდაც ერთი დღით დაპატიმრებული, ორი დღით, სამი დღით პროფესიონალები, კარგი დედები, მამები ექიმები, მსახიობები, მწერლები, არ ვიცი, ვინ რაღაც დარჩა, ხო? და ასევე პოლიტიკური ლიდერები, ბუნებრივია, მაგრამ ეს ხდება ეს აღრევა დღეს და რაღაც ამ რაც ქართული ოცნებაა, მას შემდეგ რაღაცა პერიოდულობით ხშირად ორველს ახსენებენ და აი ამ ასე ვთქვათ ამ ესეთი ესაგოს ალუზიები და ამიტომ დღეს რაღაცნაირად ეხმიანება დღევანდელი გარემო კიდევ უფრო მეტად ვიდრე ადრე, იმიტომ რომ ხედავთ რომ აი რაღაცა ტყუილ მართალის არევა ძალიან დიდია, ხო და ესეთი პროპაგანდისტული მანქანა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. მოკლედ თქვენ არ გწყინთ გახარიას თანაგუნდელების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ უერთდებიან აი ამ 28 მათი გადაწყვეტ ყურით ვინ უნდა მოათრიო ახლა არაფრის დიდი ასე ნაციონალურ მოძრაობას არ მიგიწევიათ ყურით და მეც აი ამ პოლიტიკური შვიდიანიდან არ ვიცი გარიყეთ კიდეც მაგრამ 28 ნოემბერზე ახლა რა ამბავი არის ჯერ მოვისმინეთ სულეთ რაღაც სასაცილო ამბავი რომ თითქოს იქ ბრუსელიდან დაიწერეს დირექტივა ხო დირექტივა მისცა რომ წაიგი ნუ აი არ ვიცი სიმართლე გითხრათ რა უნდა შეთხზა და ნუ ხა ვიღაცა ჭამს ამას გასაგებია და პროპაგანდისტვის რაღაცა მასალა არსებობს მაგრამ მით უმეტეს მაშინ როდესაც ადამიანებს ახლა ესეთი რაღაცების ჯერათ რასაც ხელისუფლება ხშირად აგზავნის ხოლმე თავისი მედია საშუალებებით. ნუ ახლა ეს კონტრნარატივია რაღაცა, როგორც ერთი მხარე თქო ოპოზიცია და სხვა შორის არა უსამართლოდ ამბობს რუსულ ასე ვთქვათ სცენარებს მიყვება, ბევრი გადაწყვეტილება გავს განცხადებები ზოგჯერ კრემლის იმ განცხადებებს, რომელსაც ვისმენ და ასე შემდეგ, ხო, ასეთი. ეხლა აქედან კონტრნარატივი აეგო, რომ აი ყველაფერი რაც არის, ეს არის ბრიუსელიდან და სხვა. თავისთავად ეხლა წარმოიდგინეთ, აი ამის მოკლე ანალიზი რო გავაკეთოთ, რას ნიშნავს? ანუ გაიგივება ხდება
ევროკავშირის და ბრიუსელის რუსეთთან და ეს რომ ჩვენ მაგალითად თუ ვებრძვით დასავლეთს, რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია და რაღაცნაირად გაჩუმებულია ეს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ოკუპანტია, შეიძლება ამის ერთ სიფტყეში დაყენება რუსეთის და ევროკავშირის, ან მოსკოვის და ბრიუსელის? თუ ეს პრინციპი რაღაცა, რომელიც ვითომ ესე ფსევდოპატრიოტულად ჟღერს, რომ აი ჩვენ უნდა ვიყოთ, არც ერთი გვინდა და არც მეორე არ გვინდა. გასაგებია, შეიძლება არავინ არ გინდა, მაგრამ ერთი გიპყრობს და მეორე ცდილობს, რომ ამ დაპყრობიდან გადაგარჩინოს. და თუ კი შეადარებ დღეს რუსეთში და მუდმივად რაღაცა საომარი მოქმედებებია რუსეთის ეგიდით ან მის სამეზობლოში და ჩვენ ვიწვნიეთ ეს ჩვენ თავზე და ასევე მოშორებითაც. რუსეთი ბევრგან აწარმოებდა ასეთ ოპერაციებს, დღეს არა აქვს ეხა ამის თავი. და აგერ შევადაროთ მაშინ ევროპა, რომელიც კონტინენტზე არის ათლად აწლეულობით მშვიდობა, განვითარება, სიმდიდრე და რა ვიცი, ახლა ეს ხალხი ძალიან მაინტერესებს მტრულ სახელმწიფო მაშინ უნდა სია შექმნან. უნდა შექმნან სახელმწიფო უსაფრთხოების დოკუმენტებში უნდა აისახოს, რომ ევროკავშირი არის მტრული გაერთიანება სახელმწიფოების და მასში შემოვალი სახელმწიფოები არიან მტრული სახელმწიფოები, ეს უნდა გამოაცხადო. ჩვენ დღეს პირიქით ვიცით. ემა, ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი არის და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი და ვალდებულება, ხელისუფლების ვალდებულება. მაშასადა მე მაგალითად როგორც პოლიტიკოსი, ან როგორც მოქალაქე, რომელ რანგში მომიწევს მოქმედება, თუ კი მინდა რომ დავაჩქარო ევროინტეგრაცია და წინ მინდა აღუდგე ანტი ინტეგრაციის ნაბიჯებს, მე ვასრულებ ჩემ კონსტიტუციურ მოვალეობას. და დღეს მიცხადებენ, რომ ეს თურმე არის რაღაცა მავნებლური საქმე. ხო, აბსოლუტურად აღრეულია, მე თვითონ ვამბობდი ორველის ასე ვთქვათ ამ პრინციპებზე და ასე ვთქვათ ამ შეხედულებებზე, ხო და აი რას ნიშნავს? ხო, ეგ მაგალითი მოვიყვანე აბსოლუტურად აღრეული ტყუილმართალის და რაღაცა ღირებულებითი დისონანსის. კი ბატონო, ამიტომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც ექნება ოპოზიციას უახლოეს მომავალში, ეს არის 28 ნოემბერი, რომელიც ემთხვევა, ასე ვთქვათ, ხო, ემთხვევა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე. პირველ რიგში მაინტერესებს აი ეს ერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ამ იდეის გარშემო, რომელიც შედგება პოლიტიკური პარტიებისგან და სამოქალაქო ჯგუფებისგან. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად გრძელვადიანია ეს ერთობა და რაღაცა შედეგის მომტანი? არა, ჯერჯერობით ესე ვთქვათ, რომ რაღაცა დიდი ერთობა ესეთი ხელმოწერილი არ არის. ჩვენ გქონდა რამდენიმე ცდელობა იმისა და პრინციპში ზოგი დახურულიც არ არის, ალბათ ეს ფორმატები საბოლოოდ რაც სალომე ზურაბიშვილთან ერთად იყო, ცალკე პარტიებსაც მე როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილიც არის ამ ფორმატში, ხო, ამ 7-იანის ფორმატში. ხო, ეხლა ხშირად შეიძლება ისეთი სიხშირე დღეს არ არის, მაგრამ ალბათ იქნება უფრო მეტი. ანუ შეგვიძლია ასე გიწოდოთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური 7-იანი. ასე ვერ გეტყვით. არა, ეს 7 პარტია პერიოდულად ხელმოწერილი ქართული ქარტიაც იყო, მაგრამ რა ბედი ეწია ეს ქარტია უფრო ასე ვთქვათ, შეკრული დოკუმენტი იყო, შეკრულს გულისხმობ მონაწილეებით, მაგრამ დღეს აღარ არის. სიმყარის გარანტი არ არის. დღეს აღარ არის. ხო, ამიტომ ვამბობ, რომ აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვითარების ასე ვთქვათ მოკავშირეები ვართ და კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ეს იქნება მარში, მანიფესტაცია, ეს იქნება რაღაცა გარკვეული შეხვედრა თუ სხვა, კოორდინაცია არის პარტიებს შორის და ამიტომ თქვენ ამბობთ ახლა ამ 7 პარტიას არავინ არ არის ასევე წინააღმდეგი პირიქით თუ სალომე ზურაბიშვილიც თქვათ აქტიურად იქნება ჩართული ისევე როგორც იყო ჩართული ამ საქმეში, მაგრამ რაც ეხება ახლა ამ კონკრეტულ თარიღს, რომელსაც თქვენ მეკითხებოდით, ხო? ჩვენ გქონდა რამდენიმე ასეთი აქტივობა, ეს იყო ივლისში, შემდეგ სექტემბერში, ოქტომბერში აგერ ბოლოს, სადაც ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პროტესტში ამ მთელი წლის განმავლობაში იყო აქტიურად წარმოდგენილი, იყო საკმაოდ დიდი ესეთი ხალხმრავალი მარშები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ როდესაც შენ დღეს ყავს ხელისუფლება, ვინც ცდილობს, რომ ესეთი რაღაცა რეპრესიული ხელით გმართოს, დაგაშინოს, კანონები გაგიმკაცროს და ასე შემდეგ, თავადაც ცდილობს, რომ ძალიან ასე ვთქვათ, კონსოლიდირებული და შეკავშირებული იყოს შიგნით, ხო?
შენ თუ ამას პასუხობ დანაწევრებით, რაღაცა ცალკე პასუხობ ამას, ხო, არ იქნება ისეთი ეფექტური. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მეტი კონსოლიდაცია და კოორდინაცია პირველად არ ამბობ ამას, რომ ამას ვლაპარაკობთ მუდმივად, ხო? ოპოზიციის შიგნით წინამდგომაში მყოფი ამ პროტესტის ჯგუფების, სამოქალაქო სექტორის და სხვების ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა. სწორედ ეს არის რაღაცა ძალა, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივი ძალა, რომელიც შვიდობიანად უპირისპირდება. ხო, აქ ხო არანაირი სხვა რაღაცა იდეები, ძალადობრივი და ასე შემდეგ. ხო, თუ ვინმეს შეუძლია ხარ რაღაცა პროვოცირება მოაწყოს, ამის ყველაზე დიდი რესურსი თვითონ ხელისუფლებას აქვს. ამიტომ ასეთი მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დასტური იმისა, რომ ხალხი ამას არ ეგუება, რაც არ უნდა ხელისუფლების სურვილი იყოს, რომ ქვეყანა გადააქციოს დემოკრატიული პერსპექტივის, დასავლური პერსპექტივის მქონე ქვეყნისგან გადააქციოს ავტორიტარულ რაღაცა რუსეთისგან რუსეთზე ჩამოკიდებულ ქვეყნად. ამიტომ ეს არის თარიღი, მნიშვნელოვანი თარიღია, ეს ერთი წელი რაღაცა ჯამდება უმძიმესი, უმტკივნეულესი წელი, უპრეცედენტოდ მძიმე წელი დემოკრატიული უკუსლის თვალსაზრისით, ეს არ არის რაღაცა დოკუმენტის ენა, როგორც მე ვლაპარაკობ ახლა, მაგრამ არის ის, რაც გულში გვაქვს, იმიტომ რომ ამ წელიწადში მოხდა ისეთი რამ, რომ წარმოიდგინეთ, წარმოუდგენელი ამბავი იყო, ხო? რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი, ამდენი პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული ადამიანი იქნებოდა ციხეში და კიდევ არ ვიცით როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, იმიტომ რომ საბოტაჟის საქმე ჯერ კიდევ ასე ვთქვათ წინ არის. მეტროებთან პირბადეების გამო ადამიანებს რაღაცა დისკომფორტს უქმნიან და ჯარიმა და რა ვიცი შეიძლება დააპატიმრონ. ხო და რაც იგივე ახლა გახმაურდა კიდე რაღაც საბოტაჟთან დაკავშირებით, ანუ ეს საბოტაჟი იმდენად დიდი ფართო ცნებაა, რომ რასაც გინდა მოარგებ. და იცით რა არის ახლა ის განაჩენები, რაც უნდა გამოაცხადონ ალბათ და რაც პოლიტიკურ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს კიდევ ერთხელ წაუყენეს, ხო? წარმოუდგენელია იმისთვის, რასაც ეს ადამიანები ტელევიზიით საუბრობდნენ, ან გამოსვლებში საუბრობდნენ, რაღაცა დამალული და დაფარული, იქ არაფერი არ ყოფილა. ადამიანი თუ რაღაცის ცდელობას, საბოტაჟს და ამას აკეთებს უჩუმრად, ან რაღაც დამალულად, დაფარულად, ეს წარმოუდგენელია. ამას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც თქვი უკვე. კონსტიტუცია ეუბნება ყველას ავალდებულებს, პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყველაფერი გააკეთონ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ეს ადამიანები, მეც კი არაფერზე არ ლაპარაკობდნენ, არ ბევრი ადამიანი პოლიტიკურ სპექტრში, ვინც პროდასავლურ ოპოზიციაში, რომ ხელი შეუწყოთ და არ დაუშვათ ის, რომ კონსტიტუცია გაითელოს ფეხქვეშ ბოლომდე, არ დაუშვათ ის, რომ საქართველო აცდეს და ჩამოშორდეს ევროინტეგრაციის გზას. ეხლა უკვე ეს შემაწუხებელია, ეს კონსტიტუციური ტვირთი, რაც აქვს დღეს ქართულ ოცნებას და ალბათ დაიწყება აქტიურობა იმისთვის და ამის ნიშნები არსებობს. რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. არა, ვადამდელზე არ არის. არა, ეს მუხლი რო აღარ არსებობს. ხო და როგორ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხო? ხო, ეს ძალიან ბევრი, ხო, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება საკონსტიტუციო. ბატონო გიგი, ანუ შენ თუ პრობლემებს შეუქმნი პოლიტიკურ პარტიებს პარტიების გაუქმება დონეზე, შენ თუ პრობლემებს შეუქმნი პოლიტიკურ პარტიებს ლიდერების ეს ნიშნავს რომ დიქტატურას ამყარებს. შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკური მექანიზმებით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვო, ასე ვთქვათ, არჩევნების გარეშეც. ნუ არ მინდა რაღაც კონსპირაციებში შესვლა, რომ ვიღაცა შეიძლება რაც თქვი რომ თეორიებზე ვლაპარაკობთ, ესე შეიძლება დაამყაროს სრული დიქტატურა, მე რაც მინდა ის გააკეთო. არ გიქმნის ქვეყანაში დისკომფორტს, ვერ გიქმნის. ვერც პროტესტი, ვერც ოპოზიცია ვერ არ არის ჯერ ეს ფაზა, ეს ფაზა ჯერ არ არის. ამიტომ უნდა ჩვენ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, რომ ეს ასე არ მოხდება, რომ ვითარება, რომელიც იქნება შიგნით, ახლა ხედავს ეს ხელისუფლებაც, რომ ადამიანებს ასე ვერ მოსპობს, ვერ გააქრობს და ვერ გააჩერებს, ხო? რაც არ უნდა გააკეთოს, ეს შეიძლება დროში გაახანგრძლიოს, მაგრამ საბოლოოდ ამის მოსპობა არ შეიძლება. მე უამრავი ისტორიული მაგალითია, რომ ამაზე უფრო ძლიერი ხელისუფლება მართლაც დასრულდა მშვიდობიანი, განგრძობითი აი აქტივიზმის და პროტესტის შედეგად, ხო? ეს ძალიან ბევრია, ასეთ ეხა ჩავმოთვლებინებთ ამას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თვითონაც უნდა ამას ფიქრობდნენ საგარეო კონტექსტიც შეიძლება უცებ იმგვარად
დაალაგდეს და დაეწყოს, რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამიტომ როგორ შეიძლება დაეწყოს? არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები როგორი იქნება, უკრაინასთან დაკავშირებით ომი რომ რუსეთი რა ფორმაში იქნება, იმიტომ რომ ეს საქართველოში გააწყოთელებებზე მოქმედებს და პირველ რიგში ჩემი აზრით დღეს არსებული ხელისუფლების გააწყოთელებებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თვითონაც უნდა ესმოდეთ, რომ რაღაცა მომენტში მოუწევთ კომპრომისების გაკეთება და დათმობების გაკეთება იმისათვის რომ ქვეყანა ოპოზიცია და საზოგადოებასაც თქვენ მზად უნდა იყოთ ოპოზიციაც საზოგადოებაც ვინც დღეს პროტესტშია უნდა იყოს მზად იმისთვის რომ თუ როგორ არის პოლიტიკური პარტია რო დაამთავრებს არჩევნებს ხო ეს რაღაც ესეთი ქრესტომატიული პრინციპია თუ გინდა რომ აქტიური იყო და ფორმაში იყო მეორე დღიდან რომ დასრულდება არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს ანუ სულ მზადყოფნაში უნდა იყოს. დღეს ესეთი ვითარება მართლა სულ მზადყოფნაში უნდა იყოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრიც. იმისათვის რომ რაღაც მომენტში მართლა შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მიღებული ხელისუფლება, მაგალითებს ვამბობთ. თავისი ქურუმები მოსისხლი მტრებად გადააქციეს, ხო, ადამიანები, ვისაც აღმერთებდნენ ლამის და საოცარ ასე ვთქვათ, პატივში ყავდათ, ეხლა ბოლომდე ყავთ ჩაწეხლული. აქედან გამომდინარე, რაღაცები იცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. ამიტომ ამ ცვლილებებისთვის უნდა მაქსიმალურად იყო მომზადებული. და ეს იქნება ალბათ ამოცანა დღეს, როცა ვლაპარაკობთ რაღაცა კონსოლიდაციაზე, როცა ვლაპარაკობთ დემოკრატიული ძალების შიგნითაც კომპრომისებზე, რაღაცების, როგორც ვამბობთ ხოლმე გვერდით გადადებაზე და უფრო დიდ მიზანზე კონცენტრირებაზე, ეს არის დღეს ამოცანა. ამიტომ მე მგონია, რომ რაღაცა მომენტი ამის იქნება. ეხლა შეიძლება კონკრეტულად ამას დღეს ვერავინ ვერ ელაპარაკებს. როდის მოვა ეს ამბავი, მაგრამ აუცილებლად იქნება. ასე ვერ გაგრძელდება ამ ვითარებაში. მადლობა. ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ ცოტნე კობერიძე და ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, როგორც დავაანონსე, პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე შემოგვიერთდა, ცოტნე მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. 28 ნოემბერი დაანონსებულია აქცია მსვლელობა, მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადებები მის შესახებ თუ ვინ უერთდება და ვინ არა, მიზეზებიც ახსნელია ამ აქციას. საინტერესო თქვენი პოზიცია როგორია 28 ნოემბერთან დაკავშირებით და აი რას ფიქრობთ თავად იმ პოლიტიკურ პროცესზე რომლითაც მომზადდა ეს აქცია, ვინ არიან ორგანიზატორები, იმიტომ რომ ხედავთ გარკვეული პოლიტიკური გამიჯვნის მცდელობებსაც ერთმანეთთან, ყოველ შემთხვევაში ვიცით რომ ნაციონალური მოძრაობა ამ 7-იანში, ანუ ორგანიზატორებში პროტესტის არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც იქნებიან ამ პროტესტის მონაწილეები. რამდენად სწორია ასეთი ტიპის გამიჯვნები ამ მომენტში, მოცემულობაში? Ну, პირველ რიგში ეს დღე რას ნიშნავს? ეგ არის რა მნიშვნელოვანი ხა 28-მდე თითქმის უკვე პოლიტიკური პროცესის ხდებოდა, მე ვიყავი ამ აქციების ნაწილი, რომელიც 28-მდე ხდებოდა და შემდგომ გვადგა 28, რომელმაც დღემაც ადამიანებს არ დაუტოვა შანსი, რომ სახში არ დარჩენილიყო. მე ესეთი განგზავნე რომ ყობახიძემ გამოვიდა და სინამდვილეში საბოტაჟი ხალხს აქეთ მოუწვეხა, რომ სხვებს ამას მაშინ უბრალოდ გამოვიდა და გითხრეს რომ შენ სახში ვერ დარჩები, მე ხარ ხარ ამას დავაწესებ თამასად, რომ შენ თუ სახში რჩები, შენ ეგუები რომ შეიძლება ეს წაფ და ერთ წაფში შევცვალო შენი კორმის კურსი და ამაზე პასუხი ვერ მომთხოვო და ხალხს რომელსაც ბევრი რამის მეცაც აღარ ქონდა, მაინც ვაგზა აღარ დარჩა და გავიდა და ამ წლის განმავლობაში უამრავ ადამიანმა ფიზიკური ზიანი მიიღო, უამრავ ადამიანს ციხეში, უამრავ ადამიანს ციხე კვლავ ელოდება და უამრავ ადამიანს ცხოვრება უბრალოდ დაუმძიმდა, უამრავი ვალები აქვს, ვიღაცებს ყადაღა, ფინანსურად თითქმის განადგურდა რავი თლიანად ეს საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოება რაც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში აქ და გამომდინარე ჩემთვის ეგ არის წლის თავი და თარიღი იყო სახელმწიფო პროპაგანდა ეხლა ზუსტად ფრაზებს და ციტატებს ვერ გავიხსენებ არგუმენტად მოყავდათ რომ ევროკავშირმა საქართველოსთან რეალურად ამ ყობახიძის ამ განცხადებამდე შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი სწორედ იმ ასე ვთქვათ კანონების არადემოკრატიული კანონების გაუქმების მოთხოვნის კვალდაკვალ რასაც მანამდე მოკლედ ქონდა ადგილი. ყველაფერი თავიდან იმით იწყება, რომ კანდიდატის სტატუსი მოუქცეს და ერთად აღნიშნეს და ევროპის დროშები იყო ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში.
მერე მოხდა ისე რომ ეს რუსული კანონი შემოbrunდა. მერე ხდებოდა ხოლმე თითქოს ის რომ ყველაფერი მეტნაკლებად წნარად მიდიოდა. თითქოს აი ყველა რაღაცა წარმატება იყო, რაღაც ფეხბურთში ხალხი გამოვიდა, გაერთიანება და ამის მერე ქართულ ოცნება აღარ ტოვებდა გზას, რომ შენ უბრალოდ სახში შვიდად ყოფილიყავი. თვითონ იყო პირველი შარივით წარმოიწყო და რუსული კანონი შემოაბრუნა. თვითონ მეკითხეს რომ ეს განზრახ იყო გაკეთებულად. ბიძინა ივანიშვილმა მთელი გულწრფელობით ესაგუხსნა რომ მაგ სპეციალურად გავაკეთე რომ ბოლომდე დაგღალოთო და მე ყველანაირი ფიქრი მოგისპოთ ქუჩაში გამოსვლაზეო და მეორე ჯერზე რაც ეს იყო და ეს გაკეთა კობახიძეს ხო ფაქტი იყო რომ იმის წინა დღე საქართველოში სანამ კობახიძე განცხადებას გაკეთა სულ სხვანაირი იყო და იმის შემდეგი დღე თვეები სრულიად სხვანაირია ხო აი თითქოს განცდა მაქვს რომ სპეციალურად რაღაცა სპეციალური სპეცოპერაცია იყო რომ ხალხს მოწევნა და კონფლიქტი ხელისუფლებასთან მე ხალხისთვის ბოლომდე გადაიარა და რაღაცაად გაეტეხა ხალხის გატეხვის პოლიტიკა იყო ჩემთვის რუსული კანონის შემოbrunება ოპოზიციაც გატეხა რაღაცნაირად ყველა და ყველაფერი შეიცვალა და არ და პირიქით ხო ოპოზიციისთვის აბსოლუტურად ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი ნდობით განეწყოს სწორედ მათ მიმართ კი ბატონო, უბრალოდ პოლიტიკაში პოლიტიკური იარაღის სახეცვლება მოხდა, იმიტომ რომ ამ დღის მერე ფიზიკურად გამორიცხა კომუნიკაცია რაიმეს ხელისუფლებასთან, ანუ თუ რამე შეიძლება ივაჭრო, ვიღაცა დათმობაზე წავიდეს, არ წავიდეს, ეგ პოლიტიკა მოხდა, სრულიად დამთავრდა, მაგის მერე გამოცხადა, რომ მორჩა დამთავრებულია მაგ ხელისუფლებასთან ყველანაირი რაღაცა ტიპის კომუნიკაცია, მოდი ახლა ესე უნდა გადავაკერავოთ, მოდი უნდა მოუგოთ. თამასა დაიწესა ამ სიმაღლეზე, რომ ხელისუფლებას თუ ვერცვლი, სხვანაირად შეობს შენ პოლიტიკოს როგორც ასეთი ხრები. შენ პოლიტიკაზე ვეღარ საუბრობ, იმიტომ რომ რაღაც რა არის აქციის თელი შინაარსის არის ხოლმე ყოველთვის ყურადღება მიიქციო, ამ გაზრდილი ყურადღებიდან შენი თემა და ის გაიტანო და მე ხელისუფლება დაგიჯდეს და წამოვიდეს ათფობაზე. ეს იმხელა რაღაც დაიდო პინაც და იმხელა კონფლიქტი მოხდა უკვე, რომ გაწყდა ყველანაირი ტიპის კომუნიკაცია, და პოლიტიკოსი ვერ იქნება შენთვის ხიდი, რომ რაღაცის ცდილებას ძალაუფლება არ არის. ოპოზიცია მე სწორედ იმ დაპირებებით რომ აი ახლა დავამთავროთ, აი გადავაყირავებთ, აი ზეგ ჩამოიშლებიან, აი მაზეგ ჩვენთან ჩვენს ხარეს გადმოვლენ. კი ბატონო, და ესე არის, მე რო ახლა რაღაც ისეთი რაღაცები ვილაპარაკო, მეტნაკლებად გრძელვადიანი, ავისქროლებ, არავის მოეწონება. მე რო ახლა ვიყვი რომ ხვალ და ზეგ ესე ვიზავ, ისე ვიზავ, აი ახლა გადავშენდებით თუ ზეგ მე არ გამომყევით და მეორედ მოსვლა იქნება და არმაგედონობით საუბარს, რომელსაც მე ვიწყებთ ხოლმე, ძალიან კომფორტული არის, იმიტომ რომ საკმაოდ რეიტინგულია, ემოციური სპიჩი გამოგივა და პერს მოეწონება და პოლიტიკოსისთვის ეს ნარკოტიკებით არის. ამ ნარკოტიკზე შედარებით უკვე წლები არის ჩვენ ესეთი ტიპის რიტორიკა გვესმის და მე რასაც თავის ფასი და თავის ხოლმე ნაბახუსები მოყვება როგორც ყველა ნარკოტიკი, როგორც სასმელს, როგორც იმ დროს შეიძლება ენდორფინებით იხსოვდა და მარტივად მიიღო რაღაცა ტიპის ეს ემოციური ხარდაჭერა და სიამოვნება, მაგრამ მეორე დღეს ამას პასუხი ნააგო და ეგ დიდი ნაბახუსები ახლა რაც ხდება მეორე დღის არათანმიმდევრული ნაბიჯები, ბოიკოტი, შემდეგ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი, პარალელურად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ანუ ურთიერთ რაღაცა გამომრიცხავი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც ბევრისთვის დარჩა გაუგებარი და აუხსნელი. გაუგებარი, აუხსნელი და რაც ყველა სამწუხარო უკვე უინტერესო გახდა ბევრისთვის. ისქოს გონია რომ აქეთ ცალკე მიდის ეს მატრიცა და სახელმწიფო და ზოგადად ქვეყანა, ხალხი, მოქალაქეები ცალკეულად სხვაგან ცხოვრობენ და აღარც კი აყარაკვირდებიან, თუ რა რამეს დააკვირდა, კიდე უფრო სასწავლო რაღაცებს ამოყრიდა, ამოაგდებ და ნახავ ერთი კვირის განცხადებები და პარალელურად ხალხი რომელიც გეუბნება რომ ერთობა ერთმანეთს გაყიდულს ეძახიან მაგალითად ხო ერთი ფლანგი მეორე ფლანგს იძახის მაგრამ ბიძინაზე გაიყიდა და გილაურიც გავლით თქვა ხო რომ რაღაცნაირად აგირჩი რომ გამოიყო მაშინაც ბიძინას თამაში იყო მე ამის ფონზე მიდის საუბარი უნდა გაერთიანდეს თქვა რავი სააკაშვილი გვარამია ჯაფარიძე და ესენი იმიტომ რომ ერთფერად ითხრა ბრალდებები იყო წაყენებული მე არ ვიცი ვინმე ამას მათთან რო უკურდებოდეს ყველაფერზე გაიცნებოდა რაც აქ ხდება ხა ვინმე რო უკურდებოდეს რუიანი როგორ შეიქმნა მე როგორ დაიშალა მე ეხლა რაც ის პლატფორმა რაც ნამდვილად მიმართულია რომ ნაციონალური მოძრაობისგან ცალკე რაღაცა ხდებოდეს იქ ნაციონალური მოძრაობა რომელიც პრეზიდენტიც ეხა გადაიყვანეს და იქამდეც და თავი პრობლემა ჰქონდათ რომ ზურაბიშვილთან თუ არ შეიწყო ამას ყველაფერს დაემატა ახლა აგერ წინაკვირას ახლა იმხელა ინტერვიუ იყო რომ სალონო ზურაბიშვილთან სადაც
უბრალოდ რუსული სპეცოპერაცია უწოდა 4 რიცხვს. გაყიდული. თანაც გაყიდული ვიზზე და როგორ პრეზიდენტის სასახლესო ზუსტად ეგ რუსული ხელწერა რო იქ უნდა აიღოთო და ეს იმ ხელა ტიპის ბრალდებებია იმ პარტიისადმი თქვა სადაც გმირებს უწოდებენ ხალხს რომელიც იქ სასახლისკენ დაიძრა. ეს ორი ერთად რომ ეს რაღაც ერთობა იქნება და ეს რომ ბუტაფორია და ამაზე საუბარი აფერისტობა არის. ამას ყველა მარტივად მიხვდება თუ ცოტათი მაინც გულს დაუდებს და მოიკითხავს ამას, მაგრამ ამბავს არ მოიკითხავს იმიტომ რომ არ ნაინტერესებს, არ მოიკითხავს იმიტომ რომ რაღაც არ გამოუშკარავდეს და გვირჩენია თავი რაღაცებზე დავიშტეროთ და მოვითვინოთ თორე. იმის იქეთ რომ ხამაზე საუბარი დაიწყო ძალიან მარტივია რომ საუბრობთ რაღაც ორ ძირითად ბანაკზე, სადაც არის ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა, მეორეს მხრივ დანარჩენი პარტიები და რაღაცნაირად მე რასაც უყურებ ხოლმე უნდა გადაწეს რომელ ფლანგზე შეიკრება უფრო დიდი ერთობა. ყველა რასია თუ ისია ემიჯნება ლელოს და მათზე აქ ნაძახები რომ არიან მოღალატე რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და აღმოაჩინენ ხარ რომ ნუ მარტო ერთ-ერთი პარტია რომელსაც ფული გააჩნია და რესურსი აქვს და მე ნახავთ პოსტებს რომ იქნებ ისიც დაფიქრდეს და შემოგვიერთდეს და კვირა გამოშვებით ერთმანეთს მოღალატე ეძახოთ ეს არ არის პატარა ბრალდებარი ხან არ მაიმუნობთ ან უნდა შევჩე შე როცა მეუნები რომ თქვა მე თანამშრომლობ ვიძინასთან ანუ მე თანამშრომლობ რუსთან და ამას ვამბობთ რა ბოლო 15 წელს ვინც კი პარტია ვინმეს რამე ქონია ყველა ეყოფილა მე ეს ხალხი ერთად დადგებიან ერთად იქნებიან და ამ საუბრის მოსმენა ცხადია მე მეცინება და ზუსტად ვიცი რა შეუძლებელი არის ეს ხალხი იყოს ერთად ხო რატომ ხოლოდ ლელოს ანუ ემიჯნებიან გახარიასაც თუმცა უკვე ჩემთვისაც ცოტა გაუგებარია ვინ ვის ემიჯნება იმიტომ რომ აქეთ გახარია ემიჯნება ასე ვთქვათ ოპოზიციის ნაწილს ლელოს გარდა გახარიას ჩემს თავი დროზე რომ გამიჯნულიყო ვიბრალ კაფეოდ გასაგები იქნებოდა მის პოზიცია. გახარიასთელი პრობლემა ის არის, რომ ის ხმებს იღებდა როგორც ამ პროცესებისგან გამიჯნული და ცალკე დგომი პოლიტიკური სუბიექტი და არა ანუ ოპოზიციის ხარჯზე იღებდა ხმებს? არა, პირიქით იმის მომინდა, რომ ის არისო არსებული მკაფი ოპოზიციური ნარატივის ნაწილი, ის არისო პროდუქტი ესტაბლიშმენტის, რაც ოპოზიცია შეიქმნა, ის იყო სახელმწიფო ესტაბლიშმენტის პროდუქტი, მისი ხმები იყო მათ შორის ანტიოპოზიციური ხმები, ხო, კლასიკური ოპოზიცია, რაც იქამდე იყო და ამის შემდეგ რაც ერთი წელი გიორგი გახარია პირიქით კამპანიას ჩაერთო და ცდილობდა რომ ყოფილიყო რაღაცა ფორმით ხა პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ ალმა ზურაბიშვილის ანისიან ასე ჩემი აზრით პოლიტიკურად მაშინ განადგურდა და ეხა ადამიანური განადგურებას უკვე მისი ყოფილები მიდგნენ და ხედავთ რომ იჭერენ და რაზე იჭერენ კიდე ამაშება ცალკე ვისაუბროთ და ცალკე ვიცინოთ თუ ვიტიროთ კაცმანი ხო არ ვიცი რა არის ხა ამ შემთხვევაში სასაცილო მაგრამ შეკითხვები მართლა არსებობს მათ შორის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სულ რომ გახარიას გუნდი მხოლოდ ასე ვთქვათ პოლიტიკურ სარჩულს ხედავდეს მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებში. ან თუ ეს არის მთლიანად პოლიტიკურად შეკერილი, რომ სადაც არის მცდელობა, რომ გახარიას გადააბრალონ ის კი რაც მას არ გაუკეთებია, მაშინ უნდა გამოვიდეს მან და პირდაპირ უნდა დაადოს ხელი იმ ადამიანს, ვინც მისი ბრძანება შეცვალა, ხო? ამ რეზილის წყობის არ გამოყენებასთან დაკავშირებით, არ ვიცი, რაიმე ალოგიკურს ვამბობ ამ შემთხვევაში? ცხადია ფრენად აბსურდზე დგას კაცო ყველაფერი. აი როგორ შეიძლება ამას სერიოზულად მოусვნა? აი სულ მაინტერესებს ხოლმე რომ ვარ ბურცფელი კოცი. როგორც ბურცფელ კოცს მითხარით, ამ ქვეყანას უნდა უღალატო, ესე იგი თქვენი ლოგიკით რომ დამაწინაუროთ. ესე იგი ამ ქვეყანაში უნდა ავდგე და ტყუილად უნდა დავარბიო მიტინგი, უნდა დავთხარო ხალხს თვალი, უნდა მოიქცე, რა ვიცი, deep state-ის დარეკილად, მოღალატე უნდა იყოს, გაყიდული უნდა ვიყო, რომ მე გადამიყვანო თქვა შინაგან საქმეთა მინისტრები და პრემიერ-მინისტრები. ეს უნდა მოქცეულიყავი, ანუ ეს რომ მიიღე დამასტაში დაუკვირდით პარლამენტში რომ მოვიდა ის პრემიერ-მინისტრი რომ კენჭი რო იყარა და იმ პარლამენტმა რო ხმა მიცა იმ კაცს მიცა რომ მე დამნაშავე ყოფილა რომელიც ადამიანს ცხოვრებად გაუნადგურა და ამას ვამბობ და მე რო პრემიერ-მინისტრი გამხდარიყავ და მეორეჯერ დავებრუნებინე ბიძინა ივანიშვილს ამისათვის რა უნდა მეკრა ჩემი კლანი უნდა ყოლოდა აქვთ იცოდნენ მართლაც აი ვინ შეცვალა ასე რადიკალურად უარესობისკენ მათი ცხოვრება ანუ ყველას ხომ აქვს ამის უფლება რა ცხადია და მეორე სფეროს როგორ და ამ ხელად დაცინოს როგორ მოусმინო რომ დღეს ამაზე აქეთ იჭერენ რომ კიდევ მაგალითად ხოცი ვარ და ვკითხულობ აი ეს პრემიერი ესე მოიქცა და აი მეორე ხრივ რა უნდა მექნა მაგალითად მეც ჩემი კლანი უნდა მყოლოდა კახური მეც ფული უნდა მეშოვა მილიონები უნდა შემომეტანა ერთხელ და მერე კიდე კორუფცია გამერძელებინა რომ ბიძინას მოვერეთ კიდე პრემიერ-მინისტრად დავებრუნებინენ და ესე დავწინაურებულიყავ და პირველი ყოფილიყავი მისულიყავ იგივე პარლამენტში რომელმაც გახარიას ტაში დაუკრა და ერთი დამნაშავე აირჩია და ერთი მოღალატე მათი თქმით მეორე მე
რომელიც ვიქნებოდი ამ შემთხვევაში თქვა ღარიბაშვილი და ფულისკეთებელი კაცი, ისევ ხარ დამიჭერდა, ისე ამირჩევდა, ისევე ძალიან ვიყვარებოდი დღემდე, სანამ რაღაც არ ხდებოდა. სანამ რაღაც რა ხდება, რა არის ეს სასწაული არის ხოლმე მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის განწყობა ვიღაცისადმი იცვლება და ვიღაცა ცოტა ისე ხომ აიცნო მოაბლაგო, რომ ჩაოლებრი გურწფელი ქოცი თუ არსებობს ორთოდოქს ქართველების ხარდაჭერას, გაგებული ქონდეს რა ხდება, რა არის სწორი ქცევის ქოცობის პატერნი, რომელ შემთხვევაში ჩვენ გადარჩები. რაღაც ლოგიკა ხო არსებობდეს. 20 ივნისისთვის ქოცი რო სჯის სხვა ადამიანს, ეს არის უბრალოდ სასწაული, სასაცილო, ანუ ვერ ხვდები ამას ახლა როგორ უნდა ისაუბრო სერიოზულად, რომ რა უნდა მექნა მე როგორც ქოცო, ყოფილიყავი თქვა სალომე ზურაბიშვილი, რომ ვიღაცას არჩევნებზე დავედე, ჩემს გამო ხალხისთვის ვალები დაესტუმრებინა, ჩემს გამო მეორე ტურში სახე გაეძრო, ყველაზე ბიძინა ივანიშვილის ყველასთვის დაერეკა და ტვისი ხმით ყოფილიყო რომ მოდით ახლა არჩევნებში შენ ხარი დაგიჭირო, რა უნდა მექნა ესე იგი, უნდა ყოფილიყავი როგორც თვითონოვნები და დისტეიტის აგენტი, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი თუმე აგენტი ყოფილა და ვისაც წლების განმავლობაში თვითონ მიქებდნენ მარჩევინებდნენ, ერთი ყოფილა და იჭერენ, იმიტომ რომ თუმე ოპოზიციურ მოქალაქეებს, პროდავს მოქალაქეებს არ ბევრდათ ეს როგორ შეიძლება, მეორეს იჭერენ თუმე რომ ფულს აკეთებდა როგორ შეიძლება, მესამესაც აგერ სალომე ზურაბიშვილსაც ალბათ რაღაც მომენტში ან დაიჭერენ და მეთქვა ქვეყნიდან წადიო. ანუ გაქვთ ამის მოლოდინი, იმიტომ რომ შესაძლებელია იყო გაჟღერებული სალომე ზურაბიშვილის სახელი და გვარი, აი ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის კონტექსტში, იმიტომ რომ პოლიტიკოსების ქმედება, ვინც დადიოდა საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ არწმუნებდა, რომ სანქციები გამოეყენებინათ ქართული ოცნების წინააღმდეგ, ეს ითვლება როგორც ასე ვთქვათ, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად. არ ვიცი იმის მიხედვით რა როგორ აწყობს შეიძლება სალომე ზურაბიშვილის გარეთ ყოფნა და მუდმივად მითოსური ბანაკის და ორი ბანაკის არსებობა და რაღაცები გაგრძელდეს ეს პოლიტიკა რო იყოს ეგ ურჩევნია და არ დაიჭერა. რატომ მითოსური? მითოსური თქვით? მითოსური არის ჩემთვის არარსებული პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტია და მატრიცაში ცხოვრობს და რომელთა მიმართებაში ზოგჯერ ქრება ის ფიგურა და საწინააღმდეგო პოლიტიკური ბანაკი ხომ არ არის ასე ვთქვათ მითოსური ამ შემთხვევაში. თქვა რომელ ბანაკზე საუბრობ? აი, რა ვიცი, 7-იანი ვერ გავიგე ხა გიგი წერეთელმა არ მითხრა ასე კონკრეტულად, მაგრამ თამარ ჩერგულიშვილმა მითხრა რომ ხარდია ყველაფერი ამ ეს არის ამ მითოსის თავარი პერსონაჟი და როცა მაგას ირწმუნებ მე მაგის ქვეშ ხდება სხვა ყველაფერი, ხო? და ხა მაგის ქვეშ მე როდის სადარსებოს რაიმევა პარტია, ან იმის ფონზე როცა აქეთ აკრძალები მინდის პარტიების დათვლები როგორ ხდება, ეს რაღაცები ცალკეულ ამბავია, რაზეც აღარც კრიტიკა ჩემთვის აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს, ამ ნაწილში არ მგონია რამე შეიცვალოს, არა იმის აზრი გქონდეს. კი ბატონო, და ბოლოს კითხავთ, მაინც ისევ აქციას დაუბრუნდები, აი როგორ ფიქრობთ, ასეთი ღონისძიებები მისცემს ახალ იმპულსს საპროტესტო პროცესს, იმიტომ რომ ამაზეც ხომ კეთდება აქცენტი, რომ აუცილებელია პროტესტი გაძლიერდეს ჩვენს ქვეყანაში. Ну, თავარია გამოიკეთოს რა მიზანია არსებობს და რა სურვილი. ეხლა ძალიან კაფიოდ ეს არის გზნობა, იმიტომ რომ არსებობენ პარტიები და პოლიტიკოსები, რომელიც ამბობენ, რომ არჩევნებს საერთოდ აზრი არ აქვს და დაკარგულია და შეუძლებელი ამაზე ფიქრი და უნდა იფიქრო რაღაცა ფორმით ჩვენ გადატრიალებაზე, როცა არ უნდა იყოს რამის უნდა იმზადებოდე. ჩვენ ვხედავთ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც კაფიოდ ხო ერთადერთ გზას უყურებს არჩევნებს. მე მივიდივარ და ეს არჩევნები როგორ უნდა იყოს, თუ ბიძინა ატარებს და ბიძინავს თხოვთ. აბსურდული, ანუ ვიცით როგორ სტარდება და გასაგებია ეგ და ანუ ეხლა აქცია ამ ხრივ რომელ პოლიტიკური ტიპის მისკენ მიდის, თული გასარკვევია. ყველა აქცია რაც ხდება ჩემი აზრით და ვინც არ უნდა დაორგანიზიროს, თავარი არის ხომ იცოდე რაღაცა თარიღი და ეს რამენაირად მედიის სამხედრო რაღაც საშუალოდ მივიდეს რომ ეს თარიღი არსებობს. მე მედის უფრო მეტი ადამიანი ვიდრე ყოველდღიურად იმ ადამიანებს მნიშვნელოვანი ნაწილს გონია რომ საერთოდ დიდად არ აინტერესებს იქ ჯერ წინასწარ ნათქვამი ტექსტი ან იმ ტექსტს შეუერთდა გამოვერთა მიდის როგორც ამ წლის განმავლობაში დაშავებული, შეურაცხყოფილი, რაღაცნაირად, რა ვიცი, ყველაფერი აკადრეს მას და უბრალოდ არასწორად და სახში ყოფნას იყოფნა ურჩევნია. პოლიტიკური პროცესი ამ მის მერე როგორ გაგრძელდება, კაცმა არ იცის, სანამ არ იარსებებს რაღაცის გადააზრების საუბრის პოლიტიკა და ეგ არავის არ უნდა და შემეც არცაფერი არ შეიცვლება. მადლობა ცოტნეს, ცოტნე კობერიძე პოლიტიკოსი იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ ადვოკატები ადასტურებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო. ამირან გიგუაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი უნდა შემოგვიერთდეს. ამირან, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ შეგიძლიათ თქვენ როგორც ყოფილი პრემიერ
ჟონგლიერის უფლებადამცველმა ახსნათ, რატომ მოხდა, ასე ვთქვათ, გირაოს უზრუნველყოფა ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელი სახლით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, არაფერი უჩვეულო არ მომხდარა, მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკაში თითქმის ბრალდებულთა უმეტესობა, შეიძლება 90%-იც კი, ვისაც შეფარდებული აქვს გირაოს სახით ფულადი თანხა და თუ მით უმეტეს ეს ფულადი თანხა არის სოლიდური, ყველა ახდენს თავისი საცხოვრებელი სახლით ან სხვა რაიმე უძრავი ქონებით უზრუნველყოფას ამ გირაოს ოდენობის ან ნებისმიერ სხვა პირსაც აქვს უფლება რომ ბრალდებულის სანაცვლოდ ასეთი თხოვნით და შემდგოლობით მიმართოს სასამართლოს და როგორც წესი სასამართლო თუ ქონების ღირებულება შეესაბამება გირაოს ოდენობას ან აღემატება აკმაყოფილებს ამ მიმართვას. ამიტომაც ბუნებრივია რომ თანხის მოცულობის გათვალისწინებით მოგეხსენებათ სოლიდური იყო გირაოს ოდენობა რომელიც სასამართლომ შეუფარდა ყოფილ პრემიერს მიღებული იქნა ერთობლივად გადაწყვეტილება და აი ეს ალტერნატივა იქნა გამოყენებული მოცემის შემთხვევაში. რატომ გეკითხებით, იცით, ჩვენ ვნახეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩხრეკის შედეგად რამდენიმე მილიონი ლარი თუ არ ვწდები, თუ ვწდები შემისწორეთ და ამიზუსტეთ 6 მილიონი ლარი იქნა ამოღებული მისი საცხოვრებელი სახლიდან. ანუ ეს თანხა კონფისკირებულია, მას არ დაუბრუნეს, რადგან საჭირო გახდა უკვე უძრავი ქონების, ასე ვთქვათ, დაყადაღება იმისათვის, რომ მიქცეულიყო უზრუნველყოფაში. ნივთი მტკიცება დაიტოვეს ის თანხა, რომელიც ამოიღეს ღარიბაშვილის სახლიდან? თანხა, რომელიც ამოღებული იქნა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად, ბუნებრივი არის მტკიცებულება და მისი გამოყენება გირაოს სახით ან სხვა რაიმე საპროცესო უზრუნველყოფის სახით ვერ გამოდგებოდა. ეს არის ამ შემთხვევაში მტკიცებულება. ასევე მნიშვნელოვანია და თქვენ აღნიშნეთ ჩხრეკა სამართლებრივისათვის უნდა ითქვას, რომ ეს იყო დოლარი და არა ლარი, თქვენ რაც ახსენეთ, თანხის მოცულობა, უბრალოდ საზოგადოებისათვის რომ სწორად იყოს ინფორმაცია მიწოდებული, დაზუსტებას გავაკეთებ. კი ბატონო. ასევე დაზუსტებას გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი ძვირადღირებული ნივთი, ის ოქროს ნაკეთობები, თუ მით უმეტეს ზოდები, რომელზეც გამოძიებამ გააკეთა პრეს-კონფერენცია და მოგეხსენება თქვენ რომ რამოდენიმე ადამიანის და ოჯახის მიმართ განხორციელდა ეს საგამოძიებო მოქმედება არც ერთი ეს ნივთი არ არის არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული და არც მისი ოჯახის წევრების ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. ყველა ეს ნივთი შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ ამოღებული იქნა სხვა პირთა ჩხრეკის შედეგად, რომელთაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან არანაირი არც პირდაპირი და არც ირიბი შემხებლობა არ კი ბატონო, ამერან მაშინაა თქვენ როგორც ადვოკატს მინდა გითხოთ, რატომ არ მოხდა აღნიშნულის გამიჯვნა, იმიტომ რომ საზოგადოებაში ამან დატოვა განცდა, რომ აი ეს სწორედ ის ძვირადღირებული საათებია, რომელზეც მედია საუბრობდა ღარიბაშვილთან მიმართებაში. ძალიან ბევრს გაუჩნდა ეს აღქმა, რომ ნივთები სრულად თუ არა ნაწილი მაინც ეკუთვნოდა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი ეს ნივთი არ არის ამოღებული ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის სახლის ჩხრეკის შედეგად, თუ რატომ გაშუქდა ამგვარად და არა სხვაგვარად, ეს ალბათ გამოძიებასთან დასასმელი შეკითხვა. იმ დღეს ჩატარდა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტების მიმართ ჩხრეკა, ამოღება და რატომღაც გაერთიანდა ეს ყველა ფულადი თანხა თუ ძვირფასეულობა, როგორც ერთი საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ნივთმტკიცებები. თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთი ეს არ ვიცი, საათებიც იყო და სხვა ნივთებიც არც ერთი არ ეკუთვნის არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს და მათი სახლების ჩხრეკის შედეგად არ იქნა ამოღებული. რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, თუ შეგიძლიათ გითხრათ, ხომ არ გამოიკითხა დამატებით ვინმე ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იყო ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო მოწმის სახით დაკითხული ყოფილიყო მამამისი. ნახეთ, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოძიება და პროკურატურა. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან გამოძიების დაწყების პირველი დღიდანვე. აი ნახეთ, ძალიან ბევრს თითქოს და გაუჩნდა ისეთი აღქმა, რომ რატომ იქნა გირაო გამოყენებული, ხო, ბატონი ირაკლის მიმართ, მაგრამ პროცესუალური სტანდარტი არის ასეთი, რომ თუ პირი არაძალადობრივ დანაშაულებზე, განსაკუთრებით არის ეს პრაქტიკა და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ზად არის რომ მოახდინოს მნიშვნელოვანი გირაოს ან უძრავი ქონების ესე ვთქვათ, ვალდებულებით დატვირთვა სახელმწიფოს და თავის სასაგრელო თავის ქცევასთან და თანამშრომლობასთან მიმართებაში. თუ არ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი, მისი წარსული, ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხები და სწორედ ამიტომ იქნა ასეთი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული. რაც შეეხება სხვა მიმდინარე პროცესებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ღია ვართ, აი თქვენ ხედავთ, რომ პირიქით პროაქტიურები ვართ ამ შემთხვევაში იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც არანაირი კითხვის ნიშანი არ გსურს რომ არსებობდეს ამ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბუნებრივია იმ ფარგლებში რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს და რა თქმა უნდა საზოგადოება პერიოდულად ინფორმირებული იქნება როგორც ჩვენი მხრიდან ისე გამოძიების მხრიდან და ისე სასამართლოს შედეგებთან დაკავშირებით და ყველა ერთად დავინახავთ ამ სამი საქმის საბოლოო სამართლებრივ შედეგს. აი სამართლებრივი შედეგი რა შეიძლება იყოს მესმის რომ ბევრ რამეზე ვერ საუბრობთ მაგრამ ის მაინც რაც ვიცით არის აღიარებითი ჩვენება თავად ირაკლი ღარიბაშვილის და დაცვის მხარის პოზიცია როგორი იქნება ამ შემთხვევაში ის აღიარებს უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს შეგნებულად თუ ის აღიარებს უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს გარკვეული გარემოებების ზემოქმედების საფუძველზე რომელიც არ ვიცი მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ნახეთ, მე არ მაქვს არანაირი, ესე ვთქვათ, საფუძველი გარკვეული რა თქმა შეთქმულებების და კონსპირაციების თეორიაზე ვისაუბრო. მე მაქვს მოცემულობები როგორც ადვოკატს. მოცემულობა მაქვს იმგვარი, რომ ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს იმ გარემოებას, რაც ბრალშია მითითებული და ეს არის შემდეგი, რომ იგი, როდესაც გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან პირველად, ეს იყო 2015-16 წლებში და წავიდა კერძო სექტორში, მას შემდეგ რაც ის დაბრუნდა კერძო სექტორიდან ისევ საჯარო სამსახურში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე, იგი აგრძელებდა ბიზნეს საქმიანობას და მას ჰქონდა გარკვეული შემოსავლები. აი ეს მოცემულობაა და ეს ბრალია რეალურად წარდგენილი მის მიმართ. ეხლა დანარჩენი საკითხები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეიძლება და მნიშვნელოვანი ინტერესის საგანი შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის, მაგრამ მე ხელმძღვანელობ საქმეში არსებული მტკიცებულებები და ჩემი დაცვის ყოფის პოზიციით, რომელიც ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ის ბიზნეს საქმიანობას აგრძელებდა, იღებდა შემოსავალს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ამ შემთხვევაში არ უკავშირდება ბიუჯეტის თანხების მითვისებას, გაფლანგვას, რაიმე კორუფციულ დანაშაულს, რაიმე ზეგავლენით ვაჭრობას და ასე შემდგომ. არც ერთი თეთრი, რასაც ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე ედავება, როგორც შემოსავლის მიღებას ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს არ წარმოადგენს ხალხის ფულს და არ წარმოადგენს ბიუჯეტის თანხებს, ამიტომაც მე ამ ვიზიარებ იმ პოზიციას, ჩემი პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე, რა პოზიციაც გააჩნია ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალთან მიმართებაში, რომ ის ეთანხმება წარდგენილ ბრალს. თქვენ საკმაოდ გამოცდილი ადვოკატი ხართ და აი როგორია თქვენი მოლოდინები, აღიარებითი ჩვენებებით შესაძლებელია თუ არა, აღიარებითი ჩვენებით შესაძლებელია თუ არა მიაღწიოთ საპროცესო შეთანხმებას ბრალის შემსუბუქების, ამ სასჯელის შემსუბუქების კუთხით, რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არის დამოკიდებული ან პროკურატურაზე, რომელსაც შეუძლია მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება, ან სასამართლოზე, რომელმაც უნდა მიიღოს განაჩენი. ან უნდა გამოიტანოს ან გამამტყუნებელი, ან გამამართლებელი განაჩენი, ხო? ამიტომაც ეხლა მე წინასწარ განსაზღვრო რა სამართლებრივ შედეგამდე მივალთ, გულწრფელად გითხრათ, არ იქნება უბრალოდ კომპეტენტური და სწორი. ჩვენ ხელმძღვანელობთ პრინციპით, რომ თანამშრომლობთ გამოძიებასთან და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც კანონიერი,
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს ეს მიღებული, ისე სამართლიანი და ეს გადაწყვეტილება თუ როგორ ფორმას შეიძენს, ამას ყველა ვნახავთ დეკემბრის თვეში, როდესაც დაიწყება სასამართლო განხილვები, თუ არ გაგრძელდა გამოძიებას აქ ის სამართლებრივი ბერკეტი საჭიროებიდან გამომდინარე რაღაცა პერიოდით გაგრძელეს კიდევ გამოძიება და არ გაიმართოს თქვათ 16 დეკემბრის წინა სასამართლოს ხდომა, ანუ პირველი სასამართლო მოსმენა, თუმცა ვნახოთ დაველოდოთ ჩვენ როგორც გითხარით მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც ჩვენი დაცვის ყოფთან ადვოკატები, ისე ბრალდების მხარესთან და შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაეცით პასუხები საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. ამირან გიგუაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ იყო ამ დროისთვის, ორშაბათამდე უნდა დაგემშვიდობოთ და, რა ვიცი, მინდა რომ კარგი უქმეები გესურვოთ ყველას.